ხოლო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან რეზო კარანაძე, პოლიტეკონომისტი და შევთა თხილიძე, ანალიტიკოსი, საგარეო ურთიერთობის საკითხებში ექსპერტი. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და ესეთი თემა მინდა შემოგთავაზოთ. ისე ვითარდება მოვლენები, პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ეხლა რაღაცა ესეთ გამწვავების ფაზაში გადადის, რომ ზეწოლა ძლიერდება საქართველოზე, რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, მაგრამ ჩვენ საქართველოზე აქცენტით გვაინტერესებს ეს საკითხი, გრძელდება როგორც დასავლეთიდან, ანუ ევროკავშირიდან, ასევე ჩრდილოეთიდან, ანუ რუსეთიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რაღაც გადაადგილებები არის საკადრო, ეგრეთ წოდებულ იუჟნაია ოსეტიაში და პირველად აი ამ სეპარატისტული წარმონაქმნის არსებობის განმავლობაში არაადგილობრივი კადრი არის მოაზრებული ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად, ხოლო მანამდე ეს ღრმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას რატიფიკაცია მოახდინა რუსეთის დუმამ. ეს დოკუმენტი წლების განმავლობაში იდო დუმაში, არავის გახსენებია, გასაგებია რატომაც იდო, რომ შესაძერის მომენტში ის აემოქმედებინა და ეს მოხდა, თუმცა იმაზე ღრმა და ყოვლის მომცველი და ურთიერთობაც აქვს ჩვენ სეპარატისტულ ცხინვალს და მოსკოვს, ალბათ თუმცა წარმოსადგენია, ხო? ეს არის შეერთება, რასაც ვფიქრობ, მაინც ბერკეტად დაიტოვებს რუსეთი, სანამ კიდევ რაღაცის იმედი იქნება, მაგრამ ამაზე გადაცემის განმავლობაში ვისაუბროთ და მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ევროკავშირს, რომელიც ასევე რა ბერკეტებიც არის მის ხელთ, ის აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამბობს, რომ დასტირის დემოკრატია საქართველოში, რომელიც ესე უკიდეგანოდ არის დაზიანებული, როგორც თავად ამბობენ და ამიტომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით და სანქციებით იმუქრებიან, თუმცა სანქციებით ჩინოვნიკების წინააღმდეგ და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას თუ ეს მოხდა, დაბრალებენ ბუნებრივია ჩინოვნიკებს და საქართველოს ხელისუფლებას. ანუ ზეწოლა არის ამ ორივე მხრიდან და მინდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ვისაც რა ბერკეტი აქვს, იმას იყენებს და ამ პირობებში როგორ არის შესაძლებელი მანევრირება, ან თუ რჩება თავისუფალი ადგილი მანევრისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, თქვენ რაზეც ისაუბრეთ, ეს არახალი პროცესია, ჩვენ ამ მომენტში ვყოფებით უკვე წლების განმავლობაში და არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ეს პროცესი ერთ დღეს დასრულდება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესები, კონკრეტული გეოპოლიტიკური სუბიექტების და ეს მიზნები სანამ არ მიიღწევა მათი პერსპექტივიდან ეს პროცესი არ გაჩერდება. გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ რესურსები, როგორც პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვადასხვა ესეთი სახის, რომ ეს წრეხი პერმანენტულად განახორციელონ. ამ პოლიტიკაზე მთელი ჯგუფებია შექმნილი დასავლეთში, რომლებიც მუშაობენ, რაღაცა შეიძლება ნახევრად კვლევითი ცენტრებიც კი დავარქვათ. აი ბოლოს მაგალითად ეს წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ ამერიკული Heritage Foundation-მაც რაღაცა მოგვიძღვნა რაღაც სტატია მის წარმომადგენელმა. მაგრამ მე მინდა შევეხო ერთ საინტერესო პროცესს, რომელიც ჩვენთვის შეიძლება იყოს ყურადსაღები და ეს არის დიდი შვიდეულის სამიძე, აი ევროპული მხარის მცდელობა შეერთებული შტატები დააბრუნოს უკრაინის კონფლიქტში, მოდი ესე ვთქვათ, მისი მთავარი კონცენტრაცია წაიღოს ევროპულ სცენისკენ. და რაზეც ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპმა რაღაც ვერბალური თანხმობა, ან რაღაცა მზაობა გამოხატა, გარკვეულწილად რაღაც ზელენსკისთან ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობაც კი ვნახეთ, ხო, ტრამპის ზელენსკის ურთიერთობების. ეხლა ეს რომ გავაგზავნოთ ეს სურათი, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი შეერთებულმა შტატებმა ორიენტირი აიღო კვლავ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე, კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის თამადობით, ეს ნიშნავს იმას, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ქონდეს კონტაქტები საქართველოსთან და არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენ რაღაც მოთხოვნები დაგვიყენონ. გავიხსენებ იმას, აი მარკო რუბიოს სიტყვებს სენატში გამოკითხვისას თუ აი ჯო ვილსონმა რომ დაუსვათ ეს ჩვენ წაუყენეთო რაღაცა პირობები საქართველოს და ის მათ უნდა შეასრულონ ეს მოთხოვნებიო რომ რაღაცა ეს დაახლოებით რაღაც სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი რო აღდგეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ნუ ეს პროცესი ჩემთვის არის საგულისხმო. ნუ იმედია რომ ასე არ იქნება, თუმცა რაღაცა საქართველოს რაღაც საგარეო წყებაში უნდა იყოს გარკვეულწილად მზაობა ამ მიმართულებით, ხო?
თუმცა ეხა გუშინდელი მოვლენები კიდე რაღაც ეხა ოპტიმიზმის იმეცმაძლევს ცოტა ესეც ნათქვამია იმას გულისხმობ რომ მაგალითად საომარი სიტუაცია განახლდასავით ირანში ხო აი შეერთებულ შტატებმა დაბომბა ეს ქეშმის კუნძული და ქალაქი სირიკი რომელიც აი ეს ჰორმუზის სრუტის სარტყელს არტყავს ეს ტერიტორია და საპასუხოდ ირანმა მიიტანა იერიში ბაჰრეინსა და კუვეიტზე შეერთებულ შტატების სამხედრო ბაზებზე რაც ნიშნავს იმას რომ ჯერჯერობით ამერიკული ორიენტირი ჯერ კიდევ არის ახლო აღმოსავლეთზე და ესეთი სრულად ტრანსფორმაცია მისია საგარეო პოლიტიკების პრიორიტეტების არ მოხდება ჯერჯერობით ევროპული მიმართულებით. და შესაბამისად ჩვენ მიმართულებით ხო, ხო, ამიტომ თქვი ოპტიმიზმის იმეცეს ხო, სამწუხაროდ ისე ხდება, რომ სხვების ხალხის ერთმა სომეხმა პოლიტოლოგმა მითხრა, რამდენიმე წლის წინათ ყარაბაღის, როდესაც იმ ფაზაში იყო ცხელი ფაზა, რასაც გქონდათ გაყინული ფაზა, რასაც ქვია, რომ თქვენ ძალიან კმაყოფილები უნდა იყოთო ქართველები იმით, რომ არსებობს ეს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ ძირითადი აქცენტი არის, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი არიან ერთმანეთს წაკიდებულები, იმიტომ რომ ეს თქვენ მეც შესაძლებლობა გაძლევდა, თუმცა მაინც ალბათ მშვიდობა ჯობია ყველგან, მაგრამ ხდება ხოლმე ასე რომ სხვისი უბედურება რაღაცნაირად ასხამს ხოლმე ჩვენს წისქვილზე წყალს. ამერიკის შეერთებული შტატების დუმილის ფონზე მიმდინარეობს ჯერჯერობით ეს ევროკავშირის აქტიური შემოტევა. დუმილი რით არის განპირობებული, ვთქვათ, აი ევროკავშირი რას იზამს თუ უბრალოდ მომენტი არ დამდგარა იმისთვის რომ გამოიყენოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ბერკეტები და რა ბერკეტები აქვს შემდეგ ამაზეც ვილაპარაკოთ შტატებს. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არ არის საქართველოში. ამერიკას არ ყავს ელჩი საქართველოში და მე მგონი ეს ბევრ რამეზე მიუთითებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოში ელჩის ყოლა არ არის პრიორიტეტი და რატომ არ არის საქართველოში ელჩის ყოლა პრიორიტეტი ეს ცალკე საქმე არის კიდე მე ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ მაგალითად ბაიდენის მთავრობის პერიოდში იყო სერიოზული პრობლემები მაგალითად ჩვენ მქონდა ისეთი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან 30 წლის მანძილზე თითქმის ყველაფერში თავს უქნევდი და როდესაც დამოხდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მაგალითად საქართველოს თავის ინტერესები დაიცვა რომ ამ კონფლიქტში არ ჩაერია არც სამხედრო თვალსაზრისით და ამ კონფლიქტში არ ჩაერია არც ეკონომიკური თვალსაზრისით გამომდინარე იქიდან რომ უკაცრავად საქართველოს არ ქონდა არანაირი შესაძლებლობა სხვანაირი მაგალითად ის რომ ჩვენ ეკონომიკურად ძალიან დატვირთულები ვიყავით ის რომ ჩვენ ეკონომიკურად თავიდან ბოლომდე ჩვენ გაგვხადეს დამოკიდებული დასავლურ კაპიტალზე ის რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე გაგვხადეს დამოკიდებული რუსეთზე და თურქეთზე იმ ეკონომიკური რეფორმებით რომლებიც გაატარა საქართველოს 95 წლის მანძილზე ჩვენ ასევე გვითხრეს რომ უნდა მიგვიღო მონაწილეობა მაგალითად მათ სამხედრო ასე ვთქვათ თავგადასავლებში რაც იყო ერაყსა და ავღანეთში ოკუპაცია მივიღეთ და საბოლოო ჯამში ჩვენ არ მივიღეთ არანაირი რეალური შედეგი საწევროსი დღემდე და ჩვენ ვართ ასე ვთქვათ იმ ნატოს მაბზე უკეთესი მივიღეთ ასე ვთქვათ და არ მივიღეთ არაფერი იმაზე უკეთესი რასაც ქვია მაგალითად ის რომ ჩვენ დაგვიცავდა ეს ეგრეთ წოდებული ამერიკის შეერთებული შტატების თუ ნატოს ქოლგა რუსული პოტენციური აგრესიისგან და ჩვენ ნახეთ 2008 წელსაც ჩვენ ქონდა რუსეთთან ომი და დავრჩით ასე ვთქვათ ჰაერში თუმცა ამ ყველაფრის მერე როდესაც ჩვენმა მთავრობამ თქვა რომ ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ ასე ვთქვათ ამაში ინტერვენციას უბრალოდ შეჯამებას გავუკეთეთ მოკლედ მგონი ჩვენ მაყურებელმა იცის რაც მოხდა არ დაგვაუწყდეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ოფიციალურად Facebook-ზე პოსტერებს და კარდებსაც კი წერდა. თუმცა მთავრობის ეს მე მგონი რაღაც პირველი შემთხვევასავით იყო, ხო? მსგავსი პრეცედენტი ნამდვილად არ მახსოვს არც მე ესეთი პრეცედენტი საქართველოს არაში რომ ხდებოდეს და ამასთან ერთად იცით რა არის ქალბატონო ნინო, როდესაც მთავრობა შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ დავინახეთ
რეალურად ასევე ცვლილება საქართველოსადმი. საქართველოსადმი აღარ იყო ამერიკის შეერთებული შტატები ისე ასე ვთქვათ აგრესიულად განწყობილი და ისე მკაცრად არ ერეოდა ჩვენ შიდა საკითხებში და საქმეებში, თუმცა ამავდროულად არც საბოლოოდ არ ცდილობდა ურთიერთობის გადატვირთვას და როგორც შორთა მახსენა იყო მაგალითად Heritage Foundation, ეს არის think tank-ი, რომელიც არის ასე ვთქვათ აზრის შემქმნელი და ეს არის ანალიტიკური ცენტრი ამერიკის კონსერვატიული მოძრაობის, რომელზეც დგას რესპუბლიკური პარტია, რომელიც არის მმართველი პარტია დღეს ამერიკაში. მათ თქვეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა საქართველოს ახალი მოთხოვნები წავუყენოთ, რომელიც საქართველოს შეასრულოს, თუ უნდა ჩვენთან ურთიერთობაო. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს რას ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს თავის ასე ვთქვათ ამ ურთიერთობას საქართველოსადმი თითქოს ასე ვთქვათ როგორ გითხრათ ეს სტაფილოს ამბავისავით არის რა ანუ იყენებს რომ თუ ამას გააკეთებთ მაშინ შეიძლება ვიფიქროთ თქვენთან აუზში წყალი ჩაგისხათ ხო აქედან გამომდინარე ეს მოცემულობა ცხადყოფს რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეალურად ისევ და ისევ უყურებს როგორც არათანასწორს მაშინ როდესაც ჩვენ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა საპარლამენტო შეხვედრაზე რომ განსხვავებითო სხვა ქვეყნებისგან ანუ ამას გამოვიტანთ დასკვნას რომ უშველებელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაო საქართველოს ძალიან თანასწორად და თანაბრად უყურებს და ეს მისალმებელი არის ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს ვინმეს თანასწორად მე ვფიქრობ იმ შემთხვევაში თუ ძალას აჩვენებ განსაკუთრებით ტრამპს უყვარს ოდესაც ძალას აჩვენებ მიუხედავად იმისა მტერი ხარ თუ მოყვარე რა იმიტომ რომ ძალით განსაზღვრავს და ჩვენ ეს ვნახეთ თუმცა ამასობაში მე ვფიქრობ რომ ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა თითქმის ყველა მედიაზე მათ შორის არამხოლოდ ოპოზიციურ მედიაზე არამედ ტელეკომპანია იმედზე როდესაც ჩვენ ვნახეთ რომ თითქოს Israeli Times-ის ნიუსის თანახმად საქართველოსთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რომ საქართველოს ჯარისკაცებიო განთავსდნენო ღაზაში მშვიდობის ყოფილებათო არა ეს მე მგონი ხო გასაგები არის მაგრამ ამასთან დაკავშირებით როდესაც ყველა მედია ამას ავრცელებს მე მგონი ვფიქრობ რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს შესაბამის პასუხს და უნდა გაგვცენ პასუხი სიმართლეა თუ უბრალოდ ჭორი არის რომელსაც ისრაელმა გაავრცელა იმიტომ რომ თუ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჩვენ სახელმწიფო თუ ჩვენ მთავრობას უნდა მშვიდობის პოლიტიკას გაგრძელება რასაც ძალიან მივესალმები და ჩვენ იგივე გქონდა მაგალითად უკრაინასთან მიმართებით და მე ვფიქრობ ყველა კონფლიქტთან მიმართებით მორალურად ყარაბაღის ომთან დაკავშირებით ყველა კონფლიქტთან მიმართებით ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ მით უმეტეს როდესაც ეს არ იქნება გაეროს მიერ სანქცირებული რაც გამოიწვევს ჩვენ ავტომატურად ხარეთ გამოცხადებას რა თქმა უნდა ჩვენთვის პირადად მიუღებელია იმიტომ რომ ეს იქნება გენოციდში თანამონაწილეობა მაგრამ მეორე მხრივ არსებობს გეოპოლიტიკური საფრთხეები როდესაც ჩვენ შეიძლება გავხდეთ პოტენციური მხარე ჩვენ გვეყოფა სხვის ომებში ჩვენი საქართველოს არ ყავს სხვის ომებში შესაწირი შვილები ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენი ქვეყნის შენებას და ისე უნდა მოვახდინოთ ამ დინებაში მოძრაობა რომ არამი არ შეგვიწიროს იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გეოპოლიტიკურად არ ჩრდილოეთ არ სამხრეთის რამის გაკეთება და უბრალოდ ვიცი გამიგრძელდა სიტყვა ერთ რამეს ვიტყვი კიდე ხა თქვენ ახსენეთ ჩრდილოეთის საკითხი იმიტომ რომ თქვენ როგორც ახსენეთ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში რომ ჩვენზე ხდება ზეწოლა დასავლეთიდანაც ამ 80%-ზე რაც არ არის ოკუპირებული დასავლეთი თავიდან ბოლომდე ცდილობს რომ გაატარებინოს ჩვენს ხელისუფლებას ან იქნება ეს ოცნებად ნებისმიერ ხელისუფლებმა მათი ინტერესები თავიდან ბოლომდე და რუსეთის ფედერაცია რამდენიმე წელიწადში ერთხელ ასე ვთქვათ გვაშინებს რომ აი ვითომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებს უნდათ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება და რამენაირად თითქოს სამაჩაბლოს საბოლოოდ წაგვართმევენ როდესაც ის აღიარებული იქნება როგორც ჩრდილო-ოსეთის ნაწილი და შევერთდება რუსეთს. რასაც რუსეთი ყოველთვის ოფიციალური წყაროები უარყოფენ. ოფიციალური პოზიცია არა, რადგან ამით შეინარჩუნონ ასე ვთქვათ, იგივე ბერკეტი, ისევ სტაფილოსი, უბრალოდ ბერკეტი არის. მანიპულირების როგორც ჩვენ არ გვიშვებენ დასავლურ ინსტიტუტებში, ევროკავშირში და ნატოში და მუდმივად მაპწეუკეთას შუქთიან და მოსაცდელშია, იგივე არის ამჯერად რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენზე ზეწოლა და ამ მოცემულობაში ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ აღელვებულ ზღვაში ვცურავთ და
ძალაც არ გვაქვს ამისი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა გონივრულად და ყურადღებით გავაგრძელოთ სურვა ყოველგვარი მიუმხრობლობის გათვალისწინებით. ეს უფლება არ გაგვაჩნია. დიახ, მიუმხრობლობაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და შოთა თქვენ გითხავთ, აი ახსენა რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შესაძლებელია რომ სამშვიდობო კონტინგენტის, ასე ვთქვათ, ეგიდით განთავსდეს ღაზაში. მე ვიტყვი ერთ რამეს, ხალხთა ავღანეთში, როდესაც იყვნენ ჩვენი სამშვიდობოები, ისინი ძალიან ჰუმანურად იქცეოდნენ, როგორც მე ვიცი და იოლად ამყარებდნენ ურთიერთობას ავღანელებთან. შეიძლება ამ შემთხვევაშიც ჩვენ მხარეთ გამოვიდეთ, მაგრამ ამ აქცენტს მაინც გავაკეთებ, რომ ვირკით შემარბილებელი და ადამიანური მომენტი გაჩნდეს. მე არც ამას არ გამოვრიცხავ ავღანეთის, თქვათ, გამოცდილებიდან გამომდინარე. შეგვიძლია თუ არა და ეს, რაღაცა ხარკის გაღება ყოველთვის გიწევს. სხვანაირად არ გამოდის, ხო, პირად ურთიერთობაში არ გამოდის, არათუ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყნების ძალა არის არათანაზომადი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს შესაძლოა იყოს მინიმალური ხარკი, რასაც ჩვენ გავიღებთ სამშვიდობო კონტინგენტის სახით მონაწილეობა, აი იმ ელფერი და мотиваციით, რაც მე ვთქვი, რომ შეიძლება ადამიანურობა და ჰუმანურობა შეიტანოს ის, თუმცა სადაც სისხლია ცოტა რთული ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც თუ ამაზე უფრო დიდი ხარკი შეიძლება მოვთხოვონ და გვაქვს თუ არა ჩვენ იმის თავი, რომ ამას გავუწევთ წინააღმდეგობა. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ კონტექსტს, რა კონტექსტში მოხდა ეს მოვლენა. ისრაელი თითქოს ბოლო 1 წელიწადია ეძებს სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აი ამ დავარქვათ ესე ჭალებს სამშვიდობო პატრულირებაში ღაზის სექტორში და საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ მას უარი უთხრა, იმიტომ რომ აი ამ პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღება ბევრმა ქვეყანამ არ ისურვა. მე მგონი სულ რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, ისიც არაბული სახელმწიფოები, მე მგონი მაროკო იყო ერთ-ერთი და მეც მინდა რომ ვახსენო ეს, რომ ჩვენ ვართ ეთნოწმენდის მსხვერპლი სახელმწიფო. კი ბატონო. და ოკუპირებული სახელმწიფო ვართ და ამ როგორ გითხრათ, ჩვენ ვართ მსხვერპლი სახელმწიფო. და როდესაც მსხვერპლი სახელმწიფო ირგებს როლს, როგორც სანახელოდ, როგორ გითხრათ, ანუ ჩვენ ახლა ნაგენოციდარი ხალხის პატრულირება დავიწყოთ სამხედრო უნიფორმაში, ეს ცოტა მორალთანაც შორს არის და ეს საერთაშორისო სამართალ, ანუ ჩვენ არავინ გვიშლის ამას, მაგრამ შემდგომ არ დაგვაუწყდეს, რომ პალესტინა არ არის, ღაზის სექტორი არ არის, იმის უკან დგას არაბული სახელმწიფოები, 22 არაბული სახელმწიფოა მსოფლიოში და თუ საქართველოს ამას გააკეთებს, შემდგომ მათ ჩვენ რაღაცა ტერიტორიულ მთლიანობასთან შეიძლება სხვანაირი დამოკიდებულება გავუჩნდეთ, ხო? შენ ახლა თუ აქ რაღაცა ისრაელის საპატრულო ოპერაციებში იღებ მონაწილეობას, მაშინ მეც ვაღიარებ, რომ ეს არის ოსეთია ეგერ და აფხაზეთი, ხო? ამიტომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ქართული გადმოსახედიდან სწორი ნაბიჯი და გამართლებული ნაბიჯი და მე მგონია, რომ არ ვიცი ახლა ხშირად არის ხოლმე, რომ ეს არხი 12 რომელზეც გავრცელა ეს ინფორმაცია, ხშირად ესე სკანდალური ინფორმაციები ჩვევა ხოლმე ამ ებრაულ არხს და ანუ შეიძლება პროცესი მიდის კიდევაც, მაგრამ დაზორვითიც იყოს, შეიძლება საზოგადოებრივი მოსინჯვა. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად მოხდება ეს მისია, უბრალოდ როგორც ვახსენე, ისრაელი ეძებს პარტნიორებს ამ მიმართულებით, თუმცა ბევრი სახელმწიფო ამაზე უარს ამბობს და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რა პროცესია დღეს ახლა მოსავლით. ეს არ არის რაღაცა უკვე წყნარი რეგიონი, სადაც ყველაფერი გადაწყვეტილია და ყველას პოზიცია გარკვეულია. ეს არის აბსოლუტურად ესეთი მერყევ არასტაბილური ომში მყოფი რეგიონი, სადაც არ ვიცით ვის რა, ასე ვთქვათ, საბოლოო მიზნები შეიძლება ვიცით, მაგრამ ვის რა გეგმები აქვს და აი ხა ამ რაღაცა ქაოსში შევიდეს ქართული ელემენტი და შემდგომ შეიძლება რაღაცა ამით ჩვენ დიდი ალბათობით შეიძლება რაღაცა სამომავლო ზიანი მოგვადგეს, ჩვენ ეს არ გვიდა. ხო, იგივე მაგალითად აი ირანის პერსპექტივაც რო ავიღოთ, ხო, ესეც კი ჰეზბოლასთვის და ლიბანისთვის შეიძლება იბრძვის, მაგრამ მისი ორიენტირი ის არის პალესტინური სახელმწიფოს სამომავლო შექმნა და ეხა იქ აი ამ ჩვენ მაინც მეზობელ ქვეყნად მოვიაზრებით ირანის, არც მას შეიძლება ეს მოეწონოს და ჩვენ ხო აი ეს დამავიწყდა, ხო თურქეთი არის ერთ-ერთი ხო გადამწყვეტი ქვეყანა ამ მიმართულებით. არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ ეს სამშვიდობო მისია
შედგება აი იმის ფარგლებში ამ ტრამპმა რო შექმნა ორგანიზაცია. ანუ არ არის საერთაშორისო მშვიდობის საბჭო რო შექმნა. არ არის გაერო სანქცირებული ბოდიშობა. ხო, ну არ არის გაერო სანქცირებული, ესეც მნიშვნელოვანია. ხო, არ არის საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი ფორმატი. ხო, ეს მშვიდობის საბჭოს ნახევად ესეთი კომუნიკური ორგანიზაციაც, რომელიც ძირითადად ფულის კეთებაზე იყო ორიენტირებული, ანუ სახელმწიფოებს თხოვდა რომ შეეტანათ შესატანია ჭყალებში ღაზის განვითარებისთვის, მაგრამ ნახსენები არ იყო პალესტინელი ამ დოკუმენტში, ანუ ვისთვის ავითარებდნენ ამ ღაზის სექტორს, ხო? ნუ მოიაზრებოდა ის რომ ის 2 მილიონამდე ადამიანს უნდა დაეტოვებინა ღაზა, რაც ეს არის, არ ვიცი ხა 21 საუკუნეში რა უწოდო, არ ვიცი ხა. ანუ თვალთმაქცობა, ანუ ადამიანების ტოტალურ ნიველირება, ხო? ანუ 2 მილიონი ადამიანის უარყოფა. ხო, არ ვიცი და აი ამ ფორმატის სამხედრო განზომილებაში მონაწილეობის მიღება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ იქნება მინიმუმ სასიამოვნო საქართველოს მხრიდან. აი რა შეიძლება მოითხოვოს მემეს ახლა რა ჩვენ უბრალოდ ახლა ისრაელთან გვაქვს კომუნიკაცია გვახსოვთ ალბათ რამდენჯერმე საქართველოს დელეგაციაც იყო ისრაელში ჩასული და ისრაელის დელეგაციაც იყო თვითონ ითამარ ბენგვირიც იყო ეს ცნობილი შიდა უსაფრთხოების მინისტრი და არა მარტო საერთაშორისო ძებნელი თან ხო ეს ვთქვა და ჩვენ არ უნდა და არ დაგვავიწყდეს ისიც რომ ისრაელისთვისაც ჩვენ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ იმ გაგებით რომ აი ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ბუნებრივი აირის მაგისტრალით მარაგდება ისრაელის თითქმის 40% გაზმომარაგების და საქართველოს უსაფრთხოება შედის ისრაელის ინტერესებშიც. ამიტომ გარკვეულწილად რაღაცა უარის თქმის შესაძლებლობაც გარკვეულწილად ჩვენს გვაქვს, რომ რაღაცა დიპლომატიურად ავირიდოთ თავიდან ეს საერთაშორისო რაღაც პასუხისმგებლობა. და ამიტომაც არის, ანუ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც არ გამოხატა კრიტიკა აი ამ ღაზის გენოციდის მიმართ და შეინარჩუნა ეს პარტნიორული ფორმატი ისრაელთან და ამიტომაც არის რომ ანუ ის ქვეყნების რაოდენობა რაც დარჩა რომელსაც არ აქვს კრიტიკული პოზიცია ისრაელის მიმართ იმ ქვეყნებში მონახოს პარტნიორები. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ რაღაც დონემდე არის პარტნიორობა და რაღაც სხვისი პასუხისმგებლობები ჩვენ არ უნდა ავიღოთ მით უმეტეს იმ კონდიციაში, როდესაც ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი. უბრალოდ ერთ დავამატებ ბოდიში ქალბატონი უნდა რომ გაწყვეტინებთ აი როგორც ჩოთამ აღნიშნა წინაზე სხვა შორის ამაზე ისაუბრა მე არჩიბალდ მეგეშმა ჩვენთან რა ვიყო სტუდიაში რომ რუსეთი ცდილობს ქვეყნების უმრავლესობა მიიმხროს თავისკენ ძალიან ბევრ საკითხში და სოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გაეროს გენერალური ასამბლეა ხარ რამდენად გადამწყვეტია და როგორი მოქმედებს ცალკე ამბავი მაგრამ პოლიტიკური სიმპათიები ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ყოველდღიურად მცირდება განსაკუთრებით ჯერ კიდევ ბაიდენის პერიოდიდან დაწყებული და ეს ორიენტირი გადადის მე არ ვფიქრობ რუსეთი იზრდება მაგრამ იზრდება ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია ნამდვილად მუშაობს ყოფილ კოლონიებთან რომ აი მაგალითად მე უკეთესი უბრალოდ აი მე კაი ტიპი ვარ უფრო ვიდრე მაგალითად ამერიკა და ევროპა მე თქვენ თავზე არ გახვევთ არაფერს და ამასობაში ჩვენ ვიცით მისი სისხლიანი პოლიტიკა კავკასიაში რაც არსებობს მაგრამ იმის ნაცვლად რომ ჩვენ ვიღებდეთ და ვცდილობდეთ რომ სოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ჩვენ მხარეს დადგეს ამ გნაბიჯით მე ვფიქრობ რომ პირიქით აჩვენებენ რომ აი ნახეთ საქართველოს პირიქით თქვენს დამპყრობლებს კოლონიალისტების მხარეს დგას და ნახეთ რას აკეთებს და ეს ძალიან დიდი პრობლემა არის რუსეთის მხრიდანაც საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ თურქეთი და ირანის და ისრაელის ფაქტორია გასათვალისწინებელი რამე ჩვენ მთავარი გამოწვევა გვინდა არ გვინდა ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ამ და არ უნდა თქვას რუსეთმა რომ ეთნიკური წმენდა მაგალითად საქართველოს მოუწყოს იმიტომ ჩვენი ხალხი გამოაგდეს და არ მივცეთ საშუალება რუსეთს რომ სეპარატისტულ რეჟიმების ეს ნარატივი გააძლიეროს რომ თითქოს ჩვენ მოუწყობთ იმათ ეთნიკური წმენდან და რადგან აი ნახეთ ეხა თვითონ გენოციდში დადანაშაულებულ სახელმწიფოსთან რომელიც ჰააგამ დაადანაშაულა გენოციდში მათთან ერთად მუშაობს თან არ დაგვაუწყდეს რომ ჰააგას როცა უნდათ თვითონაც ძალიან კარგად იყენებენ იმიტომ რომ მილოშევიჩი სიკვდილით დასაჯეს სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი აქედან გამომდინარე ამ მოცემულობაში ძალიან მეტად დიდი სიფრთხილე გმართებს და მე ვეთანხმები შოთას რომ ჩვენ შეგვიძლია დიპლომატიურად აქედან გამოვძვრეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება
რამე სახის კონფლიქტში შევიდეთ. ჩვენ უნდა გავერიდოთ ყველაფერს, მაქსიმალურად გავერიდოთ და მე რასაც უწუნებ, რაც ბევრ რამე არ მომწონს სამთავროების, განსაკუთრებით სოციო-ეკონომიკური პოლიტიკა. პირდაპირ და ყოველთვის ვაკეთებ, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ჯერჯერობით წინამთავრობასთან შედარებაც არ არის ისე ბევრ რამე გაწირეს და დაიცვეს, ხო? ინტერესები ქვეყნის რო არ შეგვათრიეს ამ პრობლემაში, რა ქვია. კიდევ ერთ ამ ავანტიურაში და ვფიქრობ, რომ უნდა ეს ბოლომდე მიიყვანონ და ეს არ უნდა გავრცელდეს ჩრდილოეთის კონფლიქტებს, ეს უნდა გახსნას ჩვენგან სამხრეთის კონფლიქტებსაც რა. მოდი შემის. არა, ძალიან საინტერესო იყო. და აქ ერთი ეს რატო ხდება, თქვათ, პარტნიორობენ სომხეთთანაც, ხო, თქვათ, სხვა ქვეყნებთანაც, ხა უკრაინას რო თავი გავანებოთ, იქ ომი არის გაქანებული, მაგრამ აი ყოველთვის, აი საქართველოსთვის გამზადებული არის ომი, პოლიტიკური ომი კი არა, როლი პოლიტიკური ვაჭრობისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს ძალიან დიდი ალბათობით საქართველოს როგორც სახელმწიფოს განადგურებას. ხო, ეს იყო უკრაინის შემთხვევაში, რომ უნდა დავხმარებოდ და ეხლა, თქვათ, აი ეს რა ინფორმაციაც გავცელდა, რომ იქ სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილე. ანუ სასიკვდილო ნაბიჯებია ეს საქართველოსთვის და რაღაცაად შერჩეული ვყავართ ამ როლისთვის, შეჩენილები არიან. თუ აი როგორ ხვდებით, რომ სულ ესეთი ძალიან ფატალური როლი არის ჩვენთვის გამოყოფილი. რაღაც სხვებს ვერ ვიხსენებ, ხო, ნუ ხა უკრაინისთვის რო არის და არის როლი, რაც შეფუთული რომ უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და ეს როგორ ხდება ეს თავისთავად თუ ჩვენ რაღაცა თვითმკვლელების იმიჯის ვტოვებთ თავისთავად ეს განპირობებულია ჩვენი გეოგრაფიით ნუ იმყოფებით იმ არეალში სადაც რეალურად ვესაზღვრებით ორ თავარ ანტისისტემურ სახელმწიფოს ერთი არის რუსეთი და მეორე არის ირანი. ამიტომ როდესაც იმყოფები ასეთ გეოგრაფიაში მაგრამ რაღაცას არ ხედავთ კიდევაც აწყდება. ეხლა მივიდნენ მანდატს ხო? მივიდნენ ეხას და დაველოდოთ ამ ვითარებას. ნუ ნახეთ ხო აი სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან რა კონფიგურაციაში. ამიტომ არის რომ როდესაც ასეთ გეოგრაფიული არეალი გაქვს ყოველთვის იქნება ცდუნება აი ამ ანტისისტემურ სახელმწიფოებთან დაპირისპირებული, ნუ ჰეგემონის, რომ ეს არეალი გამოიყენოს სათავისოდ, ხო? ეს არ ახალია, ნუ მაგალითად 70-80-იანი წლების დასაწყისიდან მოდის ეგრეთ წოდებული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შეკავების პოლიტიკა და ეხლა დღეს რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომ რუსეთის გარშემო უნდა იყოს მინიმუმ არასტაბილურობის რკალი და მაქსიმუმ რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი სახელმწიფოები. ნუ ამ რკალში რა იგულისხმება აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია, აღმოსავლეთ ევროპაში ხედავთ რაც ხდება, არის ასევე სისტემური კონფლიქტი, რომლის დასასრული არ ჩანს და რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება დასრულდეს. და მეორე, ესე ვთქვათ, აი რკალის ნაწილი არის კავკასია და ჩვენ ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ არათუ ცივი ომის განმავლობაში, არამედ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მთელი, ასე ვთქვათ, დასავლური იმპერიების პოლიტიკა იყო, რუსული იმპერიის შეკავება ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და ინდოეთის მიმართულებით. და ბუფერული ზონების შექმნა რუსეთის გარშემო. ანუ რუსეთს არ ქონოდა წდომა მაგალითად ახლო აღმოსავლურ რესურსებზე, არ ქონოდა წდომა თბილწყლებზე და ნუ ეს მსგავსი მიდგომის ინერცია ახლაც არსებობს, რომ რუსეთს არ ქონდეს კომუნიკაცია არაბულ სამყაროსთან, ირანთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახელმწიფოების თანამშრომლობა არის სასარგებლო როგორც ამ შემთხვევაში იქნება რუსებისთვის, ასევე არაბებისთვის, ასევე სპარსებისთვის, ასევე ინდუელებისთვის. მთელი, ასე ვთქვათ, ეს ძალიან ესეთი ცნობილი და ყვადაღებული ფრაზა ეს დაყავი და იბატონე, ამაში მდგომარეობს, რომ ევრაზიის მატერიკი პოლიტიკურად, ეკონომიკურად არ უნდა გაერთიანდეს. ეს არის საზღვაო ძალების მთავარი ორიენტირი. საზღვაო ძალებში იგულისხმებოდა ნუ ჯერ ბრიტანეთის იმპერია და ახლა შეერთებული შტატები. გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი ეს მოხერხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხო, ანუ გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ, თეორიებში მთავარი პოლიტიკური ბირთვი არის ევრაზიის მატერიკი და თუ ეს ევრაზიის მატერიკი გარკვეულწილად სხვადასხვა ფორმატებით გაერთიანდა, მაშინ ჰეგემონს საზღვაო ძალას აღარ შეეძლება იყოს მოკარნახე და მართველი სუბიექტი საერთაშორისო სისტემაში. ამიტომ არის რომ ჩვენ ხედავთ კონფლიქტებს ყველგან პაკისტანი, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ასე შემდეგ, რომლებიც და ხა ღვივდება ახალი კონფლიქტი აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინები, ჩინეთის დაპირისპირება, რაღაცა იაპონიამაც ძალიან
უხეშად შეცვალა რიტორიკა და ბევრისთვის ესე ვთქვათ მოულოდნელია მან საკუთარი სამხედრო ნეიტრალიტეტის რევიზიის პოლიტიკა დაიწყო და კონსტიტუციის ცვლილებაც სურთ, ან მე-9 პუნქტია იქ, რომელიც სამხედრო ნეიტრალურად აქცევს იაპონიას, თუმცა ამის გადახედვის პროცესი რეალურად დაწყებული. ამიტომ ეს კონფლიქტები იქნება, სანამ ეს გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ სტაბილურობა, ანუ ახალი საერთაშორისო სისტემა არ ჩამოყალიბდება. ადრე აი ეს ტრანზიციები იყო მოკლე, გამომდინარე იქიდან რომ ეს ტრანზიციები წყდებოდა დიდი ომებით. ჯერ იყო ნაპოლეონის ომები, მერე პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, თუმცა დღეს იქნება ეს გრძელვადიანი ჩვენ და სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან რომ ასეთი დიდი ომი ვერ მოხდება და არ მოხდება და იქნება დროში გაწელილი აი ამ პროქსების საშუალებით. რატო ვერ მოხდება? იმიტომ რომ აი ხო ეს ვირტუალური შემაკავების ფაქტორი ამ შემთხვევაში არ აძლევს საშუალებას რომ პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდნენ თავარი გეოპოლიტიკური სუბიექტები, ამიტომ ამ პროქსების მეშვეობით პერიფერიებში იქნება საკმაოდ დიდხანს ეს ტრანზიცია, ну შეიძლება 20-30 წელიც კი გაგრძელდეს და აი ამ ეპოქაში ჩვენ გვიწევს ცხოვრება ესეთი საინტერესო დროში გეცხოვროს ესეთი წყევლას რო ბატონო თან მithumetada ჩინელებთან ახლა დავამყაროთ ვინჩით რომ სტრატეგიულად პარტნიორულ ურთიერთობას რეზო კაი რაღაცა სამხრეთ კავკასია აი ჯერჯერობით ყურადღება არის გადანაწილებული არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის თუმცა ევროკავშირის მაინც რჩება დრო რო აქ რაღაცა ისინი აღშფოთებები გამოხატოს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს დრო იმიტომ მისი დრო კი არა კონცენტრირებული არის მისი ყურადღება სხვა მიმართულებით სხვათა შორის რუსეთის ყურადღებაც კონცენტრირებულია როგორც უკრაინის მიმართულებით ბუნებრივად ასევე ირანის მიმართულებით თუმცა ისიც ევროკავშირის არ იყოს პოულობს დროს რომ ჩვენ წავკვინოს სეპარატისტული რეგიონებით ამ მხრივ რაღაცა ერთმანეთს ძალიან დაემსგავსდნენ რუსეთი და ევროკავშირი მაგრამ ეს ჩვენ ანუ შანსი აი ამ მშვიდობის სამხრეთ კავკასიის ზოგადად ვიტყვი შენარჩუნების მეტნაკლები თუ აზერბაიჯან სომხეთის ომს არ ჩავთვლით ანუ გლობალურ კონფლიქტში სამხრეთ კავკასიის არ ჩართვის გარანტია არის ის რომ ჯერ მათი ყურადღება დაკავებულია სხვა კონფლიქტებით ანუ ეს არის ჩვენი ერთადერთი დამცავი ფარი თუ შეუძლია თუ არა სამხრეთ კავკასიას და საქართველოს რამენაირად მოახერხოს აი ამ სხვილი მოთამაშეების მოხერხდეს უფრო ზუსტად ინტერესების დამთხევა რეგიონში რაც ვთქვათ საქართველოს იმ როლისთვის გამოყენებისკენ კი არ უბიძგებს რაზეც ჩვენ ვთქვით რაც ლეტალურად შეიძლება დასრულდეს ქართული სახელმწიფოსთვის ჯვარი გწერია არამედ უფრო მონგებიანი იყოს მათთვის შეიძლება რომ ინტერესების დამთხევა მოხერხდეს ამ რეგიონში თუ ჯერ არ მომწიფებულა სიტუაცია და რა უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენთან მხოლოდ ყურადღების გადატანა და კონცენტრირება მათი სხვა კონფლიქტებზე ყურადღება ბოლომდე არ არის სამწუხაროდ გადატანილი, იმიტომ როგორც ჩოთამ აღნიშნა, ზოგადად ჩვენ ვართ პერიფერია, რომელსაც გვიყენებენ თავიანთი პროქსი ომებისთვის, არა პირდაპირ კონფლიქტებისთვის. ეს ხდება გავლენების დაპირისპირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად, როდესაც SSRK დაეცა, ჩვენ აღარ გვაქვს ეს კვახე იდეოლოგიური დაპირისპირება და ჩვენ დავბრუნდით მეტნაკლებად პირველ მსოფლიო ომის პერიოდის ნაირ სიტუაციაში, სადაც ჩვენ გვაქვს დასავლური იმპერიები, ოღონდ ამ დასავლურ იმპერიებს ახლა ყავთ, ასე ვთქვათ, ყოფილი კოლონიების, ანუ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან უკვე ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც ანტისისტემურად განვითარდნენ და ანტისისტემური მოთამაშეები გახდნენ. რუსეთის პრობლემა არის, რომ რუსეთი ძალიან ცდილობდა 90-იან წლებიდან ყოფილიყო ამ სისტემის ნაწილი, დასავლეთის ნაწილი, მაგრამ საბოლოო ჯამში დასავლეთმა ის არ მიიღო ბოლომდე, იმიტომ რომ რუსეთს არ უნდოდა ამ დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო დასავლეთის პირობებით. მას უნდოდა რომ ის გამხდარიყო თანასწორი მოთამაშე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ პუტინს უნდოდა ნატოს წევრობა და კლინტონმა უთხრა მე მინდაო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების არსებობს უძალებიო ჩვენი სახელმწიფოსი, სადაც თქვენ შემოყვანა არ უნდა თუ რეალურად ძალიან ბევრი ანალიტიკოსი იმაზეც საუბრობს, რომ უბრალოდ რუსეთის შეყვანა ნატოში იქნებოდა კონკურენტული ახალი ცენტრის გაჩენა თვითონ დასავლეთში და აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში რუსეთს მოუწია, თუ რუსეთს არანაირი სურვილი არ ქონდა განსხვავებით ირანისგან, ჩინეთისგან თუ სხვა ქვეყნებისგან
არც იდეოლოგიური მზაობა არ ქონდა, რომ გამხდარიყო ანტისისტემური მოთამაშე. იმიტომ რომ რუსეთი თავიდან ბოლომდე იმართებოდა დასავლური კორპორაციული ინტერესებით და რუსეთის დამოკიდებულება სხვადასხვა პატარა ქვეყნებისადმი იყო ისეთი იმპერიული დამოკიდებულება, როგორც ქონდა მაგალითად მე-19 საუკუნეში და არ დაგვაუწყდეს, რომ რუსეთში მართველი ელიტა ძალიან ანტისაბჭოთად არის განწყობილი. ისინი ძალიან კარგად იყენებენ საბჭოთა ნოსტალგიას ხალხის მართვისთვის, მაგრამ ის კორპორაციების ეკონომიკური პოლიტიკა არის ანტისაბჭოთა თავისი გაგებით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აკნინებენ კიდეც საბჭოთა კავშირს. ამის ნათელი მაგალითი იყო მაგალითად ჟირინოვსკი, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ დღე და ღამე აკრიტიკებდა SSRI-ს და არ დაგვაუწყოს 90-იან წლებში და 80-იან წლების ბოლოს, როდესაც პერესტროიკა დაიწყო, რუსი ნაციონალისტები, შოვინისტები და ლიბერალური მოძრაობები ამბობდნენ, რომ ჩვენ რუსეთიო საბჭოთა კავშირის სახით რამდენ ხალხსო უფასო პირებს ვაჭმევთო და ეს დამოკიდებულება ჩანდა, რომ ეს არის ტიპიური დასავლური იმპერიალისტური დამოკიდებულება, რომ ჩვენ თურმე ვაჭმევთ მაგალითად საფრანგეთში არის ოხ ჩვენ ამდენ ვაჭმევთ მალიში და იქ და ჩვენ საჯანაცვლოდ არაფერს არ ვიღებთ და სინამდვილეში ავიწყდება საფრანგეთს, რომ ძალიან იაფად იღებს ურანს და საერთოდ რესურსებს იღებდა დასავლეთ აფრიკიდან. ამ მოცემულობაში დღევანდელ დღეს რუსეთი გადავიდა ამ ანტისისტემურ თამაში, რომელსაც დიდად გადასვლა არ უნდოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რამდენად იყო ინტეგრირებული იქაური ლიბერალური მოსახლეობა, იქაური დამოკიდებულება თვითონ სოციალურ სივრცეში, თვითონ კულტურულად და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენზე მეტადაც კი განსაკუთრებით მოსკოვი და პეტერბურგის წრეებზე ვსაუბრობ. და ამ სისტემაში დღეს რუსეთი არის ანტისისტემური მოთამაშე და მას მოუწია, მას არანაირი დიდი სიხარულით არ ჭირდება, მას მოუწია ყოფილი საბჭოთა ასე ვთქვათ ანტიიმპერიალისტური როლის მორგება, ისევ და ის ძველი კონტაქტების განახლება, მაგალითად აფრიკულ ქვეყნებთან, რომელსაც SSRI დაეხმარა ევროპული კოლონიალიზმისგან განთავისუფლებაში და სადაც ძალიან დიდი სიმპათია იყო SSRI-სადმი აზიაში, მაგალითად აზიაში შრი-ლანკის ერთ-ერთი პროფკავშირების ლიდერს სტალინი ქვიოდა საერთოდ ეგ არ სახელად კი, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი როლები არის, მათ შორის ინდუეთსაც, იმიტომ რომ ინდუეთს 1971 წელს, როდესაც პაკისტანმა ჯიჰადი გამოუცხადა ინდუეთს, პაკისტანის მხარეს როდესაც ბანგლადეშს ერქვა აღმოსავლეთ პაკისტანი. 1971 წელს გამოყოფა უნდოდა და ინდუეთში იყო ქალი პრემიერ-მინისტრი, ალბათ თქვენ ახლა იცით, ჩვენ მაყურებელს შევხსენებთ, მას ერქვა ინდირა განდი, რომელიც იყო საკმაოდ ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ინდუეთის კონგრესის პარტიის ლიდერი. და ის ყოველთვის აკრიტიკებდა დასავლეთს, რომ ჩვენო ინდუეთი ყველაზე დიდი დემოკრატია ვართ, მოსახლეობითო და რატომღაც დასავლეთს ურჩევნია პაკისტანთან ურთიერთობა და ამერიკამაც და ბრიტანეთმაც რეალურად გაგზავნეს ბირთვული ხომალდები იმისათვის, რომ ინდუეთი შეეკავებინათ და არ დამოეცხადა, არ დაეცვა ინდუეთს თავი პაკისტანის აგრესიისგან და ამასობაში უცებ გაჩნდა საბჭოთა კავშირის გემები, რომლებიც გადაკვეთა და უთხრეს, რომ არ გაბედოთო ინდუეთის შევიწროებაო, თორე ჩვენო გამოგიცხადებთ ომსო და ამ ქედან გამომდინარე ინდუეთი გადავიდა SSRI-ს მხარეს. და ინდუეთს აქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება დღევანდელ დღესაც რუსეთთან და ნელ-ნელა ეს სიტუაცია შეიცვალა თვითონ პაკისტანშიც. პაკისტანი ძალიან საინტერესო მოვლენა არის თვითონ, ხო? პაკისტანი რეალურად ესენი არიან ინდუელები. უბრალოდ 1947 წელს ბრიტანელმა კოლონიზატორმა აიღო სახაზავი, ხაზი გაავლო და 30 მილიონი ადამიანი აქეთ-იქით გადავიდა, გადმოედა ყველაზე დიდი მიგრაცია მსოფლიო ისტორიაში რელიგიური ნიშნებით. სიქები, ინდუსები გადავიდნენ, ინდუისტები გადავიდნენ ინდუეთში და მუსლიმები წამოვიდნენ აქეთ, ხო? პაკისტანი რეალურად რელიგიური საფუძველზე და შექმნილი და სხვათა შორის სტალინმა მიწერა ნერუს, რომ რატო მიეცი საშუალება ბრიტანეთს, რომ ესე გაიყო თქვენი სახელმწიფო, ხო? ის კულტურულად ერთი რელიგიური განსხვავებაა საბოლოო ჯამში. და პაკისტანშიც ნელ-ნელა ეს დამოკიდებულება შეიცვალა განსაკუთრებით ყოფილი პრემიერის დროს, იმრან ხანის დროს, რომელიც სამხედრო გადატრიალება მოუწყვეს იმის გამო, რომ ამერიკა გააკრიტიკა. და პაკისტანი არის ცოტა პარადოქსულ მდგომარეობაში დღევანდელ დღეს თან ინდუეთს ებრძვის. თან ამერიკის მოკავშირე არის რეგიონში, ავღანეთთან ომი აქვს ტალიბანთან. თან ამერიკის მოკავშირეობის თან ბირთვული არაღი აქვს და ამ ყველაფრის ფონზე თან ვითომ მშვიდობის მომრიგებელი ირანთან შორის ირანს და პაკისტანსაც დიდად სუნტურში ტურნია დაგზა და ზოგადად ისტორიულადაც არ აქვს კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ მოდის მთავრობამდე ძირითადად ირანი და ინდუეთი უფრო მოკავშირეები იყვნენ და თან ამავდროულად არის ჩინეთის მოკავშირე, ჩინეთი დაეხმარა ახალი თვითმფრინავებით ინდუეთის შეკავებაში, იმიტომ რომ პირველად ისტორიის მანძილზე პაკისტანმა ინდუეთი დაამარცხა საჰაერო ბრძოლაში, რადგან ჩინეთის დახმო ჩინური ტექნიკა ქონდა პაკისტანს და ამ მოცემულობაში ძალიან საინტერესო რეალობაში ვიმყოფებით სამხრეთ აზიაში, რომ გვაქვს ჩვენ ინდუეთი, პაკისტანი, რომელიც არიან კოლოსალური ტერიტორიის და კოლოსალური მოსახლეობის ქვეყნები, ინდუეთი 1.5 მილიარდი გახდა უკვე
თუმცა ინდოეთ ჩინეთის შეკავის ფუნქცია აქვს და ჩინეთს ინდოეთის ეს აუცილებელი ზონა მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ საბოლოო ჯამში ესეთ ხუმრობა არსებობს, თვითონ ინდოელი მეც ჩემი ინდოელი ლექტორი იყო ერთი გერმანიაში მასწავლე პრავინჯა პოლიტეკონომისტი კაცი იყო და სულ ხუმრობდა იმას, რომ ესე იგი ყოფილი კოლონიებისო განვითარების ორი გზა არის. ერთი როგორ უნდა განვითარდეო და ერთი როგორ არ უნდა განვითარდეო. ეს არის ჩინეთიო, რომელიც სწრაფად ვითარდებაო და ცხოვრების დონეო იზრდებაო, იმიტომ რომ ჩინეთშიო შეიძლება შობადობაო შემცირებულია, მაგრამ ადამიანები 90-100 წელი ცხოვრობენ, ხოლო ინდოეთში კიდე ყოველი მეხუთე ბავშვი იღუპება და ძალიან დიდი უთანასწორობა და ეკონომიკური პრობლემა არისო და ინდოეთი მიყვება დემოკრატიულ გზას, იქ 18 სახელმწიფო ენა თავისუფლად სრულად და ჩინეთი არა და როგორი განსხვავებაა? ჩინეთში სხვა შორის ეთნიკური უმცირესობები ძალიან დაცულები არიან. არა, მე გულისხმობ არჩევნები და ლიბერალი კი, მაგრამ ჩინეთში სხვანაირი დემოკრატია, იმიტომ რომ მაინც ირჩევენ იქ წარმომადგენლებს და ამ. ამ მოცემულობაში ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა ამხელა ძალების ჭიდილში და ამხელა ძალებში, როდესაც მოხერხდა მანამდე ხო ასეთი სერიოზული კონფლიქტების გაღვივება ჩვენთან შედარებით, ჩვენთანაც მარტივია, მაგრამ ჩვენ ამებს უნდა დავაკვირდეთ. რატო ლაპარაკებთ ხოლმე ამაზე? ხო, ამებს უნდა დავაკვირდეთ და შევისწავლოთ და თბილისში პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ვიღებთ ან აკადემიაში მსჯელობა მიმდინარეობს საერთაშორისო პოლიტიკაზე და ამოცემულობაზე, რომელიღაცა გარე ინტერესიდან გამომდინარე და არა თბილისში შექმნილი მოსაზრებიდან გამომდინარე, თბილისში შექმნილი ანალიზიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან პრობლემური, ეხლა ვიცი სხვა თემაზე გადავედი. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ კავკასიაში გქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა, ჩვენ დავიწყოთ ჯერჯერობით საქართველოს და საქართველოს უნდა ჩამოვაყალიბოთ რა ჭირდება საქართველოს და არა ის რომ ჩვენ როგორ გამოვაყენებინოთ თავის ხვებს და აქედან რაღაცა მცირე ნამცესები მივიღოთ რა და ეს არის პრობლემა. ჩვენ ვხედავთ რომ აზერბაიჯანს აქვს რესურსები და აზერბაიჯანი მეტნაკლებად დღევანდელ დღეს ყველაზე მეტად მოგებული სახელმწიფო არის, ან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. არა, მისმის. ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა და აზერბაიჯანი რჩება ჯერჯერობით ოფიციალურად ნეიტრალურ სახელმწიფოს და არსად არ ერევა. მიუხედავად იმისა, რომ ირანთან კონფლიქტის დროს იყო რაღაცა კავშირები ისრაელთან, შემდეგ ალიევმა უკან დაიხია ამ ყველაფერზე, მაგრამ საბოლოო ჯამში აზერბაიჯანი იქცევა ყველაზე ჭკვიანურად input მე არ მომშიდა პოლიტიკაში არ ვარ, საგარეო პოლიტიკაში რომ ის ატარებს ჯერჯერობით თავისი ძალიდან გამომდინარე მიუმხროლებს. იგივე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ამის ძალა, ჩვენ გვინდოდა რომ დასავლეთი გამოგვეყენებინა რუსეთის დასაბალანსებლად ჩვენი ტერიტორიების აღსადგენად და ეს საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ მივიღეთ და პირიქით დასავლეთმა აქეთ დაგვამუნათა და აქეთ ბოდიშები უნდა მოვიხადოთ თურმე იმის გამო რომ ყველაფერი გავუკეთეთ რაც უნდათ, მაგრამ მაინც და მაინც თუ თავით არ შევასყდებით რუსეთს, თურმე ეს არ უნდა დაფასდეს. აი აქ არის პრობლემა, გესმით? დიახ, არის თუ არა შესაძლებელი შოთა რომ დაემთხვეს გეოპოლიტიკური ცენტრების ინტერესები ერთმანეთს იმდენად რომ აღარ გაიცნობა საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე გამოყენებისა. რთული წარმოსადგენია. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უკრაინაში ომის დასაწყისიდან გვესმის ძირითადად ორი მიმართულება პოლიტიკის დასავლეთის მხრიდან. პირველი ეს იყო მე ადრეც ვახსენე თავდაცვის მდივნის, ომის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადება, რომ უკრაინის ომის მიზანია რუსეთის დასუსტება, როგორც სახელმწიფოსი და პარალელურად ჩვენ მაგალითად ევროპული მხარისგან გქონდა ესეთი კონფერენციებიც კი, სადაც განიხილებოდა რუსეთის დაშლა რამდენიმე სახელმწიფოდ. თუ ჩვენ ამ ორ პოლიტიკას გავყვებით და ისტორიულ პრაქტიკას გადავხედავთ, რა ხდებოდა 90-იან წლებში რუსეთის რეგიონში, ჩრდილო კავკასიაში, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი მიმართულება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის არის კონკრეტულად ჩრდილო კავკასია. და ჩვენ პირდაპირ ვესაზღვრებით ამ რეგიონს და ჩვენ ესე ვთქვათ, აი ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ვართ ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი, გამოყენებადი ინსტრუმენტი აი ამ რუსეთის ამ რეგიონში დესტაბილიზაციისთვის, ხო? ამიტომ ეხლა ჩემთვის რთულად წარმოსადგენია თუ რაღაცა თუ არ მოხდა რაღაცა გლობალურ ინტერესებზე შეჯერება აი ამ დიდ მოთამაშეებს შორის. რაც ასევე არ წარმომიდგენია, რომ მაგალითად საქართველოს, ზოგადად კავკასიას შეეშუნა, თავი დაანებონ, ხო? ყველას, ჩვენი გეოგრაფია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ ვიყოთ ყურადღების ცენტრში. ერთის მხრივ არის
გამოწვევა ჩვენი გეოგრაფია და მეორეს მხრივ არის სარგებელი, ხო, იგი არის დერეფნის ფუნქციის როლი გვაქვს. და სწორედ შეიძლება ეს დერეფნის ფუნქციის როლი რო გვაქვს, ამიტომაც არის რომ ეს ყურადღების გადატანა კავკასიიდან არ მოხდება. ხო, ერთ-ერთი თვითონ მარტა კოსის განცხადებას რო დავისეს ხო აი დავხედე რუკასა და ყველა კაბელი, ყველა მილი და ყველა თვითმფრინავი აგადისა და ხვდა სადასდებარი იცოდა სამდებარეობდა საქართველოს. ანუ ერთი მხრივ ეს არის სარგებელი, მეორე მხრივ არის გამოწვევა. ხო, ანუ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ რთულ პერიოდს გადის ბეჭდის ხიდზე, რომ მან არ დათმოს სუვერენიტეტი, ხო, საკმაოდ ასე ვთქვათ რთულ პოზიციაში ვართ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ რაღაცა ესეთი შემიძლია ვთქვა რომ ობოლი სახელმწიფო ვართ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს არათუ მოკავშირეები, მე პარტნიორებიც შეიძლება ვთქვა რომ არც პარტნიორები არ გვყავს. ხო, ეს არის. ანუ მაგალითად ეხლა სომხეთს ყავდა რუსეთი, ეხლა არ ვიცი რა საპირისპიროში არის, მაგრამ ყავდა კი. ნუ აზერბაიჯანს ხედავთ რომ ყავს. ყავს. რაღაცა ჩინეთს, პაკისტანი საერთო უსაფრთხოების კოლ გააქვს თურქეთს და აზერბაიჯანს. ხო, აზერბაიჯანს თუ დაესხმებიან თურქეთი ჩაერთვება ამ კონფლიქტში. ჩვენ ასეთი გვაქვს რაღაც სამხრივი მოწერილი საქართველოს სამხედრო შეთანხმება საქართველოს აზერბაიჯანი თურქეთი. ეს შეიძლება თანამშრომლობა იყოს თორე რაღაცა ესეთი უსაფრთხოები თავდაცვითი არ არის. ხო, ეს იქნება უსაფრთხოების, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ოკუპირებული ტერიტორია რუსული ბაზები დგას და ეს ნიშნავს აპრიორი თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებას. არა, თვითონ ფაქტია. ხო, ამიტომ ცოტა ესეთი ამ კუთხით ვერ ვიქნები ოპტიმისტური, რომ დღეს ადგებიან და თავს დაგვანებებენ. მით უმეტეს ახლა არა, თავს არ დაგვანებებენ, მაგრამ აი შეიძლება ეკონომიკური ინტერესით რაღაცნაირად დაემთხოს, იმიტომ რომ აი მე მახსოვს პანკიში აი შეკიდე შევარდნაძის დროს რო ჩატარდა ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაცია. მაშინ რაღაცნაირად თითქოს დაემთხვა რა რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები. ასევე ინტერესების დამთხობის შედეგი არის ალბათ ის საერთაშორისო პროექტები, მილსადენები, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს და ეს არის ინტერესების დამთხობა, რუსეთის ინტერესში არ შედიოდა ამ მილსადენების. არ შედიოდა, მაგრამ ხო დათანხმდა, ამიტომ რაღაცა წინში მაშინ არ ქონდა პოლიტიკური სამხედრო წონა, რომ ამისთვის წინააღმდეგობა გაეწია. თუ შეიძლება, თქვა, აი გასაგებია რომ ვიღაცა მეტად ღირობს, ვიღა ხა სამივე იმის არ იყოს, სასამართლო სექსი არ არის ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს, შეთანხმება არ არის რომ ყველა კმაყოფილი, მეტნაკლები კმაყოფილი რო დარჩეს, თქვა ყველა. არც ის იყო თანამშრომლობა პანკისის კი ეხლა ეს ზედაპირულად შეიძლება ესე ჩანდა, მაგრამ თვითონ ჩეჩნეთის პრობლემა შეერთებული შტატების ინტერესში შედიოდა, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელებულიყო და არა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის რაღაცა ის ხო მოინახა. პუტინმა მაშინ უხეშად გადაჭრა, აქედან იწყება მისი დიქტატორის სახეხატების შექმნა. იმიტომ რომ ეს პრობლემა რითაც მანიპულირებდა დასავლეთი რუსეთზე, ეს პრობლემა გადაჭრა ძალიან ხისტი მეთოდებით და ამიტომაც არ მოეწონა. ეს პირველი განხეთქილების გაშლი იყო. ნუ მე უფრო გაღრმავდა ეს სიტუაცია. მაგრამ ჩვენ აქ უნდა დავაკვირდეთ ის, რომ ჩვენ ვართ შუა დერეფნის ფუნქციის როლის შემსრულებელი, საიდანაც რაზეც უნდა გაიაროს ცენტრალური აზიის ენერგორესურსებმა და შეიძლება ვთქვათ ურანმაც, ყაზახეთის ურანმაც. ხო, მაგრამ აქ სარგებელს იღებს ევროპა. ხო, ჩვენი დერეფნით ხო შეერთებული შტატები ხო არ იღებს სარგებელს. მაგრამ ეხლა დავსვათ კითხვა, ნუ რამდენად უნდა შეერთებული შტატებს ევროპის ეკონომიკური განვითარება, როგორც ხედავთ აქ ემთხვევა შეერთებული შტატების და რუსეთის ინტერესი ერთმანეთს. ჩინეთის და ევროპის ერთმანეთს. ხო, ეს კონფიგურაცია გვაქვს, მაგრამ ნუ ეხლა არ ამგონია პრიორიტეტებში რუსეთი უფრო მაღლა იყოს შეერთებული შტატებისთვის ვიდრე ევროკავშირი. ამიტომ რაც არ უნდა ესეთი პარადოქსულად ჟღერდეს, ანუ დღეს სხვანაირი სურათი გვაქვს, რომ აი მაგალითად შეერთებული შტატებს უფრო რაციონალური მიმართება აქვს საქართველოსთან ვიდრე ევროკავშირს, მაგრამ პრაქტიკაში უნდა იყოს სხვანაირად. ევროკავშირს უნდა სურდეს აი რაციონალობის შენარჩუნება და შეერთებული შტატებს არა. მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ რაღაც პერსპექტივაში ეს როლები შეიცვალოს, ან ორივე გახდეს ხისტი, როგორც დავიწყე დღეს საუბარი, რომ ესეთი შეერთებული შტატების დროებით ესეთი პაუზა საქართველოსთან ურთიერთობაში ეს არ იქნება ხანგრძლივი, ჩემი აზრით და ასევე უნდა დავაკვირდეთ პროცესს თუ რა ხდება შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში, თანდათანობით ესე თქვა ძალაუფლებას იღებს ეს ისე ნეოკონსერვატიული ფლანგი, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტში კონკრეტულად მარკო რუბიო და ნუ მარკო რუბიოს მთავარი ხაზი თუ გადახედავთ მის კარიერას და რაღაც პოლიტიკის განცხადებებს იყო ცალკე ანტირუსული და ცალკე ანტიირანული მიმართულებები.
ამიტომ ხო რაღაცა ესეთი გულხელდაკრეფილი ჯდომა რომ აი შეერთებულ შტატებთან დავალაგებთ ურთიერთობებს რაღაცა შევთანხმდებით რაღაც დაუბრუნდებით სტრატეგიულ თანამშრომლობას და ჩვენ აღარ მოგთხოვენ რაღაცეებს და რაღაც როლის შესრულებას ეს ასე არ ხდება შეერთებულ შტატები თავის მოკავშირეებს იძულებას ახდენს ძალიან ხისტი ფორმებით და ჩვენ ახლა არც მოკავშირე ვარ და არც ხო არ ჩვენ საერთოდ არავინ არა ვარ შეერთებულ შტატებისთვის მოდი პირდაპირ გეტყვით უბრალოდ რაღაც ქვეყანა ვართ სახელდებით რომელიც გამოყენება შეიძლება ხო აი ძალიან მარტივი მაგალითი და ძალიან გაბრაზდება თუ ვერ გამოიყენებს ხო შარშან ახლა დანია არის როგორ გითხათ ნატოს ერთ-ერთი როგორ აქტიური და ესე ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფო ამ ორგანიზაციაში რომელიც 5% კი არა მე მგონი 10-საც იცავს ამ თავდაცვის ხარჯების ამბავში და მას დაუპირა ტერიტორიის წართმევა თუ მის გეოპოლიტიკურ ინტერესს დაჭირდა და ეხლა შენ თუ დანიასთან მსგავს ურთიერთობაშია და თუნდაც აი იგივე ესპანეთს თითქმის სანქციებით დაემუქრა ხო აი ამ 5%-ის დაუკმაყოფილებლობისთვის იგივე მაგალითად იტალიასთან ესეთი მინი კონფლიქტი აქვს ჯერჯერობით ვერბალური და ვითომ საერთო ღირებულებები აქვს ეროვნულ მთავრობას ხო ამიტომ ახლა შეურაცხყოფას ეს რა ცუდია ეს რომ დამკვიდრდა ეს ნორმა ტრამპის პოლიტიკა ხო ეს რაღაც ქართულად არ ვიცი ბულინგის ჩაგვრელის ხო ან ესეც თვითონ მსგავსი პოზიციონირება შეერთებულ შტატების და მისი ლიდერშიპის ლექსიკა გამოხატავს აი ამ შეერთებულ შტატების უკვე არა მერყევ არასტაბილურ პოზიციონირებას საერთაშორისო სისტემაში რომ ის გარკვეულწილად კარგავს ძალაუფლებას და არ არის უპირობო ჰეგემონი აქედან გამომდინარეა რომ ეს საკმაოდ უხეშ ფორმებში გამოიხატება როგორც საგარეო პოლიტიკური აქტები ასევე აი ეს ვერბალური ლექსიკა ხო ეს თუნდაც აი ვენესუელას кейსიც ამისი დემონსტრაციული მაგალითი იყო რომ აი შეერთებულ შტატებს ყველას ძალიან უკითხავად შეუძლია რომ რაღაც სხვა ქვეყნის ლიდერი ადგეს დაიჭიროს და საკუთარი სამართლით ეს არის ძალიან უცნაური მოვლენა ანუ ეგრე მაშინ ყველა ქვეყანა შეუძლია საქართველოს შეიძლება დამნაშავეცნოს ვიღაცა მაგალითად არ ვიცი მალაიზიის პრეზიდენტი დღემდე ეს სეპარატისტების ლიდერებზე ძებნა არ გამოაცხადებინა ხა აგის სასამართლოს როგორც დამნაშავეებს ეს როგორ ახერხებს ამას საქართველოს ყველა ხელისუფლება მე არ ვიცი ძალა და რატო უყურისძირებს ამ ამბავს ნუ მე ფიქრობ რომ ძალა აღმარცხნავს საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ დავადევნოთ ყური ჩვენ ხედავთ რომ რეალურად ისტაბლიშმენტი რაც არის ეს ნეოკონსერვატიული მოძრაობა ამერიკაში დემოკრატებშიც და რესპუბლიკელებშიც საკმაოდ ძლიერია თუმცა ირანთან კონფლიქტის შემდეგ და პალესტინის გენოციდის თემის შემდეგ განსაკუთრებით დემოკრატიულ პარტიაში ძალიან არაპოპულარული ხდება ეს თემები და ჩვენ ვნახეთ რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მოხდა გარდამტეხი დემოკრატიულ შიდა არჩევნებში, იმიტომ რომ ნიუ-იორკში ჩატარებულ პრაიმერიში ეხა 29 კანდიდატმა გაიმარჯვა ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც პირდაპირ, ანუ AIPAC-ი არის ამერიკა-ისრაელის თანამშრომლობის ეს ვთქვათ ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებდა კანდიდატებს და თუ კანდიდატს აღმოაჩნდა, ვისაც ჰქონდა რეალურად AIPAC-ის მხარდაჭერა, ყველამ წააგო. და მათ შორის იყო სერიოზული ასე ვთქვათ შიდა არჩევნები ამ ნიუ-იორკში, სადაც ღიად პროპალესტინელმა დემოკრატებმა, რომლებიც თავს თან სოციალისტებად ასე ვთქვათ ასაღებენ, კი არა არიან კიდეც სოციალ-დემოკრატები არიან, მათ გაიმარჯვეს და ისინი ამბობენ, რომ ეკონომიკა სოციალური თანასწორობა და ეს თემები და ამერიკის ეს იმპერიალისტური პოლიტიკა უნდა შეკავდეს. მათ შორის არის ერთ-ერთი ცნობილი ებრაელი ანტისიონისტი ბრედ ლენდერი, რომელმაც დაამარცხა ზიონისტი ებრაელი არჩევნებში და ძალიან სერიოზული გარატეხები მიდის თვითონ შიდა პარტიულ სტრუქტურებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ყურადსაღები არის, როგორ და რანაირად განვითარდება. დიდი ალბათობით არის ყველა ანალიტიკოსი ამერიკაში ამბობს, რომ ახლა ტრამპის ირანთან მარცხის შემდეგ ომის, ჩინეთთან ეკონომიკური ვაჭრობის ომის გამოცხადების შემდეგ დღეს ლიბერტის დღე, თავისუფლების დღე არის, ჩინეთს სანქციებს დაუწესებთ ტარიფებს. ერთი წლის თავზე ნახეთ ტრამპი როგორ მივიდა ში ჯინპინთან და ში ჯინპინი სანამ სიტყვით გამოდიოდა მისი რეული გადაშალა და ყველამ ნახა როგორ იყურებოდა მე რას წერდა ში ჯინპინი. უცებ არ გაიგო მანდარინზე ჩინურად რას წერდა ის, თუმცა ხო არ საფშარ დაწერდა ხა იქ. აღმოაჩინა რომ ინგლისურად არ ლაპარაკობს. აღმოაჩინა.
ხო და აი მოცემულობაში დიდი ალბათობით ტრამპი წააგებს, რომ ეკონომიკური აყვავება, რასაც დაპირდა, თან ეს არის უცნაური არის ამერიკისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი ამბობს, მე ვარ საუკეთესო, მე ვარ ყველაზე კარგი, მე ვარ ყველაზე ძლიერი, ცოტა არ არის დამახასიათებელი. ძალიან ბევრმა შეურაცხყოფად მიიღო, როდესაც UFC გაიმართა პირდაპირ თეთრსახში ეს ორთაბრძოლები, ეს იყო რაღაც ეროვნული შეურაცხყოფა, ბევრი რამე არ შეიძლება მოხდარიყო. ნუ მოკლედ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე არის ამერიკაც და საბოლოო ჯამში გვინდა არ გვინდა ნახეთ რომ ერთის მხრივ ჰეგემონიური სერიოზული გარდატეხვა არის იმ კუთხით რომ ხედავთ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერიოზული მარცხი ან ზიანი მიიღო რეპუტაციული მაინც ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში და ჩვენ ხედავთ იმასაც რომ ეკონომიკურად უკვე ის იმდენს ვეღარ ბედავს როგორც ბედავდა მიუხედავად იმისა რომ დოლარი და ბრეტონ ვუდსის საერთაშორისო სისტემაზე არის ყველაფერი დამყარებული ვეღარ ბედავს ამას იმიტომ რომ ეშინია რომ უკვე წამოზრდილი და გაზრდილი ეს დიდი ქვეყნები აღარ ივაჭრებენ ერთმანეთს დოლარში რაც რეალურად როგორც მარკო რუბიო ამბობდა ჩვენი მთავარი არაღი არა ბირთვული არაღი არამედ დოლარი არის აქედან გამომდინარე ეკონომიკა საბოლოო ჯამში კორპორაციების ინტერესები მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამ მოცემულობაში რა ხდება საქართველოში და არც რუსეთს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება ეხლა განსხვავებული პოზიციები აქვს მაგრამ საბოლოო ჯამში შუა დერეფანი დიდად არ არის მომხიბვლელი არც ერთ იმიტომ რომ ეს არის საბოლოო ჯამში რუსეთის ალტერნატივა შუა დერეფანი იმიტომ რომ აზია ევროპის დამაკავშირებელი ერთი ქვეყანა არსებობს რუსეთი პირდაპირ აკავშირებს აზიას და ევროპას და ჩვენ ბევრი ქვეყნის გავლით უფრო მოსახერხებელია ბევრისთვის მაგრამ ამ კონფლიქტიდან გამომდინარე ჩვენ ვართ ალტერნატიული გზა და თავისთავად კონკურენტად გვთვლის რუსეთი ამას და ამავდროულად ჩინეთის გაძლიერება და ჩინეთი-ევროკავშირის კავშირი ნამდვილად არ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამიტომ ჩინეთი ევროპას ერთად ინტერესი უნდა მაგრამ ყველა რაციონალური ადამიანი კითხულობს კი, მაგრამ რა ჭირს ევროპას, რა ჭირს ევროპის ლიდერშიპს, რატო იქცევა ევროკავშირი ასე ირაციონალურად საბოლოო ჯამში. რუსეთთან მიმართებით, ამერიკასთან მიმართებით. ნუ კი ჩვენ ნახეთ რომ საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის კონფლიქტის დროს და ტრამპი ამაზე გაგიჟდა და ესპანეთს დაემუქრა, საფრანგეთს დაემუქრა, იტალიაში რომელსაც მემარჯვენე კონსერვატიული, ულტრაკონსერვატიული მთავრობებია, ვითომ ერთნაირი ღირებულებები აქვთ, ხო? ამან არ იმუშავა და საბოლოო ჯამში საქართველოს რაც უნდა იცადოს რომ აი ჩვენც ნახეთ ეგეთი კონსერვატორები ვართ როგორც ტრამპი ისეთი კონსერვატორია როგორც მე კორეის დიქტატორი ვითომ კაცო რაღაცა იხატავს ნუ ჯვარი რო დაიხატა ნუ ეგ არის როგორ რაღაცა ეგ არის შოუ დემონსტრაციული მე ვიცი რაც არის ხო და საბოლოო ჯამში რას ვამბობ შოთას მინდა დავეთანხმო რომ ჩვენ უბრალოდ უფრო სუსტი ვართ როდესაც იტალია საფრანგეთს ასე აგდებულად ექცევა თან საფრანგეთი ბირთვული ქვეყანაა ჩვენ საქართველოს ბევრად უფრო ასე ვთქვათ, ნაკლები წონის მქონე ვართ ამერიკისთვის. და რეაქცია არ უნდა გქონდეს ალბათ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხო, იმიტომ რომ ეს ეხა ასე ქცევაზე რა რეაქცია უნდა გქონდეს, როგორც იქცევა რა. რუსეთი იქცეოდა სხვათა შორის ყოველთვის ესე აგდები და ეს იყო რუსეთისთვის დამახასიათებელი. და ეს იყო ეს ბოდიშო გაწყვეტილება, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ეს დამახასიათებელი იყო ევროპული იმპერიებისთვის აგდებულად ყურება. ხო, იმპერიული იყო, რუსეთი მეტად კი და ამერიკაც კი. არა თეთრი ბჭყალებში, ეს არა თეთრი ქვეყნებისთვის და ჩვენ რუსეთში გვახსოვს რებს გვეძახდნენ 90-იანებში. როგორ გვახსოვს, კი და ხო და აი ბოლო რამდენიმე წელია მე მგონი ახლა აღარ არის. რუსეთს მოუწია ანტისისტემური თამაშის განახლება და მიხვდა რომ იმ შოვინისტურ ლიბერალურ სამყაროს რომელსაც უნდა და შესვლა არ იღებდა. ბოდიშოთ რაღაც თქვა. არა, პირიქით მე გაწყვეტინებდი. არა, იმის თქმა მინდოდა რომ აი ეს მსგავს მიმართებები ძლიერი ქვეყნების პატარებთან მიანიშნებს იმას, რომ აი ეს 30 წლიანი ეგრეთ წოდებული ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი დასრულებულია, რომ სადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მედია თავისუფლება, ეს ღირებულებები, რომელთაც ყოველდღე ეს დასრულდა, ეს დასრულდა, აღარავის აინტერესებს რაც შენი დემოკრატია, რაც შენი თავისუფლება. არა, რატო ევროკავშირს აინტერესებს ისე არა, ეს საპარლამენტო ასამბლეას ევროსაბჭოს დასტირიან ქართულ დემოკრატიას არ აინტერესებს ეს არ სამხრეთში აინტერესებს არც აზერბაიჯანს. ხოდეშ მე მახსოვს ჩვენთან იყო პოლიტიკოსების რაღაცა ნაწილი, რომლებიც ამ ყოველთვის ვსვამდი ამ კითხვას, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირი ევროპას გარდა. და ირწეოდა აკვანი დემოკრატიის ოკეანის გაყმა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ რატო იყო აი ესეთი მაშინაც შეიმჩნეოდა ესეთი განსხვავებული მიდგომა ჩვენდამი და აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი სხვა 5-6 სახელმწიფო იყო ხო წევრი მაშინ. სხვა 5-ის მიმართ და რაც ამბობდნენ რომ იმიტომ რომ ჩვენ აი მეც ვთხოვენ, იმიტომ რომ ვითომ ჩვენ უფრო ევროპელები ვართ. მაშინაც მეცინებოდა ამ პასუხზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ესეთი ახსნა იყო. ახლაც ევროკავშირი არ ღალატობს თავის თავს და დასტირის როგორც
ილიკო დასტიროდა მურადას. მე მინდა კიდე ერთ საკმაოდ საინტერესო პროცესზე ვისაუბრო, რომელზედაც აქამდე არ მისაუბრია და აი კიდევ ერთხელ გამოხატავს აი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის დასასრულს, რომ თუ დააკვირდებით თქვენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ადრე ისინი სხვა ქვეყნის არათუ მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც თანაც ჰქონდათ ურთიერთობა. ანუ შეიძლება ოპოზიციაზე უფრო მეტი ორიენტირი ჰქონდათ ხოლმე ასეთ პატარა ქვეყნებში, რომ ჰქონდათ манипуляციის შესაძლებლობა ამ ხელისუფლებებზე. თუმცა აი ტრამპის ადმინისტრაცია რეალურად ორიენტირს იღებს მხოლოდ ხელისუფლებებზე და ეს ოპოზიციები ნიველირებული ყავს, რომ ნუ აქტორი არის ხელისუფლება, მე საქმეს ვაკეთებ ხელისუფლებასთან, ეხლა ეს ოპოზიციასთან, რაღაცა ლაილაი და ის როდის მოვა ხელისუფლებაში, ეხლა ამის დრო არ არის. ესეც კიდევ მიანიშნებს აი ამ გეოპოლიტიკურ ტრანზიციულ პერიოდს, ხო, რომ ეხლა არ არის დრო და ასევე თუ დააკვირდებით, აი ეს ჭყალებში რეჟიმ ჩეინჯების ფორმატსაც მაგალითად ვენესუელაში რეჟიმ ჩეინჯი არ მოხდა. მათ გადააფორმატირეს ხელისუფლება, არსებული ხელისუფლება. ანუ პარტია არსებობს იგივე პერსონალიები, იგივე მინისტრები. უბრალოდ რაღაც ფორმატზე შეთანხმდა ხელისუფლებასთან, რომელიც შეიძლება ახლა არ ვიცი, ხა მე ვენესუელელი ხალხის განმოსახედიდან ვერ ვისაუბრებ და მისი ლიდერშიპის, მაგრამ ნუ შეიძლება მათთვის ეს ასე უკეთესია. იგივე მაგალითად იგივე ფორმატს ხედავთ ახლა ჩვენ ირანთანაც, რომ ნუ არ შეიცვალა რეჟიმი, იგივე ხალხია, ნუ იგივე სამხედროების და იდეოლოგიის ხალხია და ცდილობენ რაღაც აი ირანის ხელისუფლების ან ქცევა შეცვალონ, ან რაღაცა თანამშრომლობის ფორმაზე შეთანხმდნენ. ესეც რაღაცა აი ახალია, აი ბოლო შეიძლება საერთოდ ვთქვათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდიდან. ხან დღეს აქტორებად შეერთებული შტატები აღიქვამს ხელისუფლებებს და ეს ოპოზიცია, მედია, სამოქალაქო სექტორი, ამაზე ორიენტირი აღარ აქვს. გამოხატვის თავისუფლება აღარ აინტერესებს. აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც აი რეზონი თქვა, ჩვენ ვართ იმპერიულ ეპოქაში, იმპერიებს აინტერესებს ძალაუფლების მქონე სუბიექტები და არა არ მქონე სუბიექტები. ეს იყო ეგრეთ წოდებული აი ეს 30 წლიანი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, როდესაც ესეთი აქტორები მნიშვნელობდნენ. ხო, ამიტომ მომავალია ესეთ რაღაც სამოქალაქო საზოგადოებას და რაღაცა არასამთავრობო სექტორს ამ ეპოქაში არ ამგონია ქონდეს. ნუ შეიძლება ხა აი თვითონ ხო აი მაგალითად აი ხა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობაც რო ავიღოთ. ადრე სამოქალაქო სექტორი იყო საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი, ანგარიშგასაწევი, რომელსაც მართლა შეეძლო სახელმწიფო ინსტიტუციების დესტაბილიზაცია, მაგრამ ამ ეპოქაში აღარ არიან ასეთი ეფექტურები. და იმიტომაც არის, რომ აი ამდენი მცდელობის შემდგომაც კი ანუ ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს, პირიქით საკუთარი ძალაუფლება დათმეს საქართველოშიც კი. და დღეს ეხა არის, როგორ გითხრათ, დღეს იმყოფება ეს ფორმატი, ევროკავშირის სამოქალაქო სექტორის ფორმატი არის რაღაც ინერციაში. უბრალოდ არც ევროკავშირმა და არც შეერთებული შტატებზე ვისაუბრებ, არ იცის სხვასთან თან კონდეს ურთიერთობა, რომლითაც შეიძლება ხელისუფლებაზე კონდეს ზეწოლის პერკეტი. ამიტომ რაღაცა არსებითი და თვისებრივი ან ხარისხობრივი როლი დღეს აი ამ აქტორებს, არასამთავრობო აქტორებს, არა ძალაუფლების მქონე აქტორებს ამ ეპოქაში უფრო და უფრო ნაკლებად ექნებათ. და რეზო თქვენ აღნიშნეთ მიუმხრობლობა, რამდენჯერმე ახსენეთ, რომ მიუმხრობლობა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში და ჩვენ არ უნდა ვიქცეთ მხარი და მე თქვენ გეთანხმებით, მაგრამ შეუძლიათ თუ არა საქართველოს მიუმხრობლობის პოლიტიკის გატარება მხოლოდ საქართველოს თუ ეს მაინც უნდა იყოს რეგიონული, გულისხმობ სამხრეთ კავკასიას ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანის სხვაგან მიდის, სხვა ორიენტირები აქვს საგარეო პოლიტიკური, სომხეთ სხვა ორიენტირები, ჩვენ არ ვიცი რა ორიენტირები გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვცდილობთ რაღაც მშრალად გამოვიდეთ აი ამ არც თუ დალაგებული სიტუაციიდან. ასეთ პირობებში მარტო საქართველოს შეუძლია თუ არა ამის გაკეთება და საერთოდ შეუძლია თუ არა, თუ ეს იქნებოდა ვთქვათ გამოსავალი თუ ამას გააკეთებდა მთელი ჩვენი რეგიონი, ანუ ამიერკავკასია და როგორ ხედავთ თქვენ ამას? პრინციპი საქართველოს ამას აკეთებს უკვე მარტო, მაგრამ ეს არის ძალიან რთული. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს 78 მუხლი და კონსტიტუციურად საგარეო პოლიტიკა განსაზღვრული გვაქვს, რაც ჩემი აზრით არც ერთ ნორმალურ ქვეყანას
თავის კონსტიტუცია განსაზღვრული, თავის კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკა განსაზღვრული არ აქვს და ეს სწავლი ამბავია კი მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ კოლონიალიზმის პოლიტიკას, რაც საქართველოს ხორციელდება, რომ საგარეო პოლიტიკა გვაქვს ჩადებული კონსტიტუციაში, როგორ უნდა იყოს ეს ჩემს უბრალოდ წარმოუდგენელი ამოვარდნილი არის რაციონალური საერთაშორისო პოლიტიკიდან ელემენტარული ისტორიის სტუდენტები უნდა ვიყოთ ძლიერი, რომ ეს კარგად გავსაჯოთ. მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველოს პოლიტიკური მოცემულობა საერთაშორისო სისტემაში ისეთია, რომ საქართველოს დღევანდელ დღეს რა პოლიტიკასაც ატარებს, საბოლოო ჯამში არის გვინდა არ გვინდა მიუმხრობლობა. რაც შეეხება იმას, რომ მთელი კავკასია რომ თანამშრომლობდეთ, ამაზე იდეალური ვარიანტს მე ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა ეს იქნებოდა გადასარევი, რომ რამენაირად სომხეთ-აზერბაიჯანის ეს უთანხმოება გაჩერდეს და სამივე ერთად დავიწყოთ ელემენტარულად იმაზე საუბარი, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანი და სომხეთი ფუფუნება ვინმეს ქვეშ ვიყოთ, იმიტომ რომ ყველა გამოგვიყენებს ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ თუ საჭირო გახდება და ყველა გვიყენებ და საბოლოო ჯამში და ჩვენ მგონია რომ ჩვენი რაღაც ეთნონაციონალისტური ან ჩვენი რაღაცა რელიგიურ პოლიტიკური ინტერესები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეორე მესამე სახელმწიფოს სიტყვაზე, ჩვენ სამზე გულისხმობ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველამ გამოგვიყენა ჩვენ და მოგებულები არ დავრჩით და ჩვენ თუ მოვახდენთ რამე სახის კოოპერირებას ეკონომიკურ კუთხით ამ შუადერეფანზე ერთმანეთს დავეხმარებით, ჩვენ გავხდით კავკასიას ბევრად უფრო სტაბილურ რეგიონს, სადაც ჩვენ სამივეც უფრო ძლიერად ვიქნებით და ჩვენზე გავლენაც უფრო ნაკლები იქნება და ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენ შორის უთანხმოებები გამოიყენონ გარე ძალებმა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დაყავე და იბატონე ფუნქციონებს ძალიან კარგად. ეს არა მხოლოდ კავკასიაზე ალაპარაკი, მე ხა ინდოეთის მაგალითად მოვიყვანე, იმხელა სახელმწიფოებზე იყო საუბარი, ხო და კავკასიაზე საერთოდ არ ელაპარაკ, მაგრამ დავაკვირდეთ და ვნახოთ, რომ მოგებული არჩებით მოგებული ჩვენ ერთი თურქეთისკენ წავა, მეორე ხან ევროპისკენ წავა, ხან რუსეთისკენ წავა, ხან ამისკენ მოგებული არავინ არჩებით, ხო? 30 წელია სოციო-ეკონომიკური რეალობა არის ძალიან მძიმე, არავინ არ მოდის ჩვენ დასახმარებლად და არავინ არ დაგეხმარება შენ თუ ხელფეხს არ გაანწრავ. გინდა არ გინდა ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ თუ იქნებით სამივე რამე სახის კოოპერირებაში, ეკონომიკურში იქნება თუ იმაზე რომ ვიტყვით რომ არც ერთი არ გავწევრიანდებით რამე სამხედრო ორგანიზაციაში, რუსეთსა სომხეთი არის უკვე გაწევრიანებული სამწუხაროდ, ეს არის ოდეკა, დიახ, მაგრამ ბევრი ამბობს რომ არაფერი არ მოგვიტანა შედეგიო, მაგრამ მე ვერ ვხვდები ამ სომეხ ნაციონალისტების განწყობას, ოფიციალურად ის აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, აქედან გამომდინარე რუსეთი მაგას იყენებს, რომ არ დაგეხმარით იმიტომ, რომ და ეს საბოლოო ჯამში არც უთხოვია, ხო, ეს პოლიტიკური პარტიები იყენებენ, რომ მე თვითონ ნამდვილი იყო რუსეთი და აზერბაიჯანთან ნეო. ხო, ეს რაც წარმოუდგენელი არის რა. თუმცა ალბათ სომხეთი იმას ელოდა, როგორც დაეხმარა რუსეთი, როდესაც მიჩვისა ეს ტერიტორია. ხო, მაგრამ იგივე ის ქონდა, მოლოდინი ასევე დაეხმარება და არც მაშინ ყოფილა უშუალოდ რუსეთში. არა, ხო. მე ვფიქრობ, რომ როგორც მაშინ დაეხმარა, ანუ არაოფიციალურად. ამით პირიქით ისარგებლას პროდასალურმა ძალებმა სომხეთში და ამ ნარატივს ის ნარატივი იყო, ამას იყენებდნენ იმისთვის, რომ ანტირუსული განწყობები გაეძლიერებინათ საბოლოო ჯამში სომხეთში, რაც მივიღეთ, ხო? და ეს შოუები დაიდგა, რაღაც შანსონები მაკრონთან ერთად, რაღაც არაფრის მომცემის თეატრალური გაფორმება, მინისტერიალის ევროპის ლიდერების შეკრება. ბოდიში, მან პარადოქსი რა არის, თვითონ ფაშინიანი გამოვიდა და მთელი, ანუ ჩემი თავარი მიღწევა როგორც პოლიტიკოსის არის ის, რომ ყარაბაღი მოვიშორეო და ამით ბედნიერი ვარო და თუ მოშორება გინდოდა, მაშინ რუსებს რატო ანუ ბრაშიდე ბრალს ესე იგი თუ არ დაგეხმარნენ, ესე კარგი იყო შენთვის ხო? ანუ მაგას ზუსტად აი მაგამდე მივიდივარ. ანუ ეს манипуляციური პოლიტიკა იყო, რომ რაღაც ანტირუსული ის გასაგებია და ჩვეულებრივ ეხა აი ზუსტად იმავე მეთოდს იყენებს. მე მახსოვს აი, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს რუსთავი იმედი ხო ასე ვთქვათ აქტიური პროპაგანდა ეწევდა და ის მე ვკითხე ერთ-ერთს არ დავასახელებ არა მარტო ერთ-ერთს რომ აი მიწის გადასახადი იზრდება და წერ ვიღაცას და ამგლეხს და ამბობს რომ კარგია არა ჩვენო ესე სხვა თემაზე წერთო და შემდეგ იმ პასუხს
სხვა თემაზე. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ისე როგორც ჩვენ 2008 წელს ხო მოვიგეთ ომი. ეხლა ფაშინიანიც ანუ ხო რაღაცა ნაწილი საზოგადოებთან როგორი სიტუაცია იცით, როცა ხარ ასეთი დამცირებული, როგორც სახელმწიფო ქვეყანა, შენ ამ შვილი ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს მოქალაქე, კომპლექსი გაქვს და იჯერებ ამ ტყუილს, იმიტომ რომ შენ თვით შეფასება აიმაღო, თუმცა ეს ყველაზე ცუდი გზა არის თვით შეფასების ამაღლების და ამიტომ მე ვფიქრობ, ამიტომ დაიჯერა იმ პერიოდში, შეიძლება ახლაც ჯერავინოს არა იმ პერიოდში ნაწილმა საზოგადოებისა ჩვენ 2008-ში გავიმარჯვეთ და ვთქვათ აი ეს ჯაჭვი რომ გააკეთეს, აი საშინელი პასუხი გავეცეთ ოკუპაციას. სიგნალი რომ მივეცით და ჯაჭვი ეს ხო ინფანტილურია. იგივე მეთოდი გამოიყენება ეხლა სომხეთში და ჩვენ ვუდებენ სომეხ საზოგადოებას რომ ყარაბაღი რო დამარცხდა რაღაც რო წაართვა, კი რა თქმა უნდა ეს აზერბაიჯანის იყო, მე ცალსახად ვამბობ ამას, რომ წაერთვა, ეს იყო დიდი ბედნიერება. მე ის მიკვირს, რატომ ახერხებენ ასე იოლად გამოალაყონ ტვინი, იმიტომ რომ ხო შეიცვალა 2008 წლის შემდეგ. რეალობა ძალიან შეიცვალა რა გეოპოლიტიკა სულ სხვა რაღაც წესებია, მაგრამ მე ხა გადავხვე საუბარს და თუ შეიძლება და თქვენც რო გითხრათ, ვთქვათ შესაძლებელი არის თუ არა აი ამ სიტუაციაში ხა აზერბაიჯანს ყავს თურქეთი მოკავშირე ხო? იმას ევროკავშირს ცდილობს რომ ევროკავშირის მოკავშირეობა განამტკიცოს სომხეთმა. ჩვენ რაღაც ყოველას ვეფერებით მოვდივართ რუსეთს ვგმობთ, შემდეგ სანქციებს არ უერთდებით, ანუ რაც შეგვიძლია ხან ამას ვეფერებით, ხან იმას ვეფერებით. ამ სიტუაციაში არის თუ არა კარგი იქნება, რაც რეზომ თქვა, რომ ეს გაერთიანდეს და ყველანაირად მოგებიანია, სამხრეთ კავკასია თუ ითანამშრომლებს ეკონომიკურად, ხეირსაც კი ვერც მე ადრე მასალა ჩავწერე ამაზე, დავათვლევინე ამ ეკონომიკის ექსპერტებს, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში რამდენად გაიზრდება შემოსავალი და კეთილდღეობა ამ სამივე ქვეყანაში და რა თქმა უნდა გაიზრდება. და არის თუ არა თქვა ამ მოცემულობაში როგორიც არის შესაძლებელი რომ რაღაც ელემენტარული ტიპის თანამშრომლობითი ნაბიჯები გადაიდგას რომ სამხრეთ კავკასია ერთმთლიან რაღაც სუბიექტად იყოს ახმული მით უფრო თავის დროზე ევროპას ერთ სუბიექტად ახმა სამხრეთ კავკასიის მისთვის ხელსაყრელი იყო და ითხოვდა კიდეც ეს დაახლოებით 100 წლის წინ უფრო მეტი ხნის წინ. მე ამ პერსპექტივას უყურებ პესიმისტურად. რატომ? იმიტომ რომ მსგავსი ფორმატით რაღაცა კავკასიის ერთიანობის ვერ შეიქმნება მხოლოდ ჩვენი სამი პატარა სახელმწიფოს ინიციატივით. ამაზე უნდა იყოს კონსენსუსი დიდი მოთამაშეების. ხო, მაგრამ ამათ ხო შეიძლება გქონდეთ რაღაც გეგმა ამ სამს, რომ უთხრათ რომ ჩვენ მაგას ვიძახი, ანუ თუ სამივე სახელმწიფო მსგავს ფორმაზე არ დათანხმდება, მაშინ ეს არის შეუძლებელი. გაგებით რომ დღეს რომ მოხდეს ამ სამი ქვეყნის კოოპერაცია და რაღაც ფორმატში გაერთიანება, ეს რაღაცა არ ვიცი, რაღაცა გაერთიანება იქნება მაგალითად თურქეთზე ორიენტირებული. არა ირანზე და არა რუსეთზე. ეხლა გითხოთ ჩვენ რუსეთს და ირანს რამდენად მოეწონება გაერთიანებული კავკასია პროთურქული. ხო? ანუ ამას არ დაუშვებს რუსეთი. ხო, თუ ანუ ამას ვიძახი. გაერთიანებული კავკასია პრორუსული, ამას დაუშვებს. ასე გამოდის რა, ანუ ეს უნდა იყოს რაღაცა გარე აი დიდი ძალების თან პლუს ეხლა ამას დავამატოთ შეერთებული შტატები, იქ ევროკავშირი, იქ ჩინეთი ასე. რამდენად უნდათ მათ ასეთი ხო, ანუ დასავლეთს ერთიანი კავკასია მხოლოდ იმ ფორმატში შეიძლება აწყობდეს თუ ის იქნება ანტიირანული, ანტირუსული და ასე შემდეგ. ხო, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება თურქეთის ინტერესი ემთხვეოდეს დასავლური ინტერესი. ხო, ნუ ეხლა თავი დავანებოთ ეხლა ეკონომიკურ პარამეტრებს სხვადასხვა ესეთი ზომის და წონის და რესურსების ქვეყნები ვართ, რომელსაც ნებისმიერ ეკონომიკურ გაერთიანებას უნდა ქონდეს გარკვეულწილად ბალანსი, რომ მე არ გაერთიანდნენ რაღაცა ითანხმება. იგივე ხა ევროკავშირიც რო ავიღოთ, ხო? დროთა განმავლობაში ევროკავშირიც გახდა თავკომბალა ეკონომიკურად, გერმანია იყო მთავარი სახელმწიფო, დანარჩენები იყვნენ დონაციაზე არსებული ქვეყნები, გასაკუთრებით ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებთა საწარმოო და ინდუსტრიული ძალა საკმაოდ შემცირდა. და თუ ეხა ეგრე იქნება ამ გაერთიანებაშიც რომ მაგალითად სოფლის მეურნეობა მარტო ერთ ქვეყანას ექნება, მეორე ქვეყანას მარტო რესურსები და მესამეს არაფერი დარჩება, ესეთი ბალანსით შეიძლება
ჩვენ არც უგაზღობდეს მსგავს ტიპის ეკონომიკური გარეთ. ანუ რაღაცა აქაც არის სამუშაო ხო, მაგრამ თუ არ იქნა ეს გეოპოლიტიკური ინტერესი, ამაზე საუბარს ამ ეტაპზე ჩემი აზრით ახლა ნაადრევი ეს რაღაცა უფრო როგორ ვითხოთ, ლამაზი მომავალია, რომელიც გვინდა რომ იყოს და სამწუხაროდ არ არის. თან ახლა გადავხედოთ ისტორიულ პრაქტიკასაც კავკასია მხოლოდ ერთიანი იყო დიდი დამყრობლის ქვეში. ის ცალ-ცალკე ეს ტერიტორია არასდროს იყო ანუ ხო ახლა სომხეთსაც ძალიან ადრე შეწყვიტა მის სახელმწიფოებრიობა, მაგრამ მანამდეც იყო ხო ისტორიული ალბანეთი, იბერია, კოლხეთი სომხებს თავის სახელმწიფო ჰქონდათ. ანუ მაშინაც არ ყოფილა ეს რაღაცა. თუმცა იყო სოციალისტური კავკასია, რომელიც იყო დამფუძნებელი საბჭოთა ეს იყო ორთვიანი უკტრაჩობილი პროექტი, რომელიც მაგას არ ვამბობ, მაგ სამხრეთ კავკასიაზე არა, საბჭოთა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაზე ვამბობ. არა, ხო, მაგას ვიძახე, 12 წელი იყო. ხო და როცა ერთი ქოლგა ქონდა, სხვა ცენტრის მაშინ კი ბატონო. ამიერკავკასიის კონფედერაციას აქვს ხელი მოწერილი უკრაინასთან. ხო, მაგრამ ეს ცალკე სუბიექტი იდეოლოგიური გაერთიანება. არა, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ შოთა რას თამბობს მაგას რაღაც ნაწილობრივ მეც ვეთანხმები იქიდან გამომდინარე ბოდიშოკა იმას შავეჭარი მეც. უბრალოდ რა თუ მოხდა ანტისისტემური ძალების გამარჯვება საბოლოო ჯამში და თუ ძალიან თურმეობითობაზე ვართ რა ისევ ჩვენ სამწუხაროდ ეს არის ჩვენ გარეთ დამოკიდებული ჩვენ შიგნით შეგვიძლია რაღაცა კოოპერაციის რაღაცა კონცეპტი ხა თბილის ერევანთანაც და ბაქოსთან აქ ფანტასტიკური ურთიერთობა და ესეც უნდა იყოს იმიტომ რომ პრიორიტეტი პირველი რკალი ის არის ჩვენი ურთიერთობის ხო და აი ამ მოცემულობაში საბოლოო ჯამში ანტისისტემური ძალები თუ გაიმარჯვებენ მე უფრო მეტი შანსი გვაქვს ჩვენ კოოპერირების მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი კითხვის ნიშანი არის სამი დიდი მოთამაშე ჩვენ გარშემო ორი არის ანტისისტემური ერთი არც იქით არის არც აქეთ არის ეს არის ანკარა თურქეთი ჩვენ ნატოს წევრია თან თურქეთი აქედან გამომდინარე თურქეთის პოზიცია არის ყოველთვის ვერ გავიგეთ ჩვენ საბოლოო ჯამში ამერიკის მხარეს არის ამერიკის წინააღმდეგან მაგრამ თურქეთი თავის თამაშს თამაშობს მაგრამ გვინდა არ გვინდა თურქეთი ვერ ჩაითვლება დღეს ანტისისტემურ სახელმწიფოდ როგორც არის რუსეთი და ირანი რაც შეეხება ჩინეთს ჩინეთი არის საბოლოო ჯამში ყველაზე რაციონალური მოთამაშე დიდ მოთამაშეებს შორის ჩემი ძალიან დიდი სიმპათიიდან გამომდინარეც მაგრამ რეალურად დაუკვირდეთ ყველაზე ეს არის ქვეყანა რომელიც მოდის შენთან არ ერევა შენში და საქმეებში არ გეუბნება რომ შენ თუ მე თუ მაცვია წითელი შენს მაინც და მაინც წითელი უნდა გეცვას ამერიკას ჰქონდა ეს პოლიტიკა 30 წელი ჩემნაირი უნდა გახდე სხვებსაც ეს პოლიტიკა ჰქონდათ და ჩინეთი არის რაციონალური მოთამაშე კიდე ის არის რომ შორს არის ჩვენგან და ცდილობს რომ უბრალოდ თავისი ინტერესებით დაგეხმაროს თან ჩინეთს აქვს ეხლა ბევრისთვის შეიძლება ეს თან პოსტსაბჭოთა სივრცეში პროპაგანდა გამომდინარე გაუკვირდეს მაგრამ ჩინეთის ჰარმონიის დოქტრინა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავითვალისწინოთ და ჩინეთი არის დღევანდელი ჩინეთი არ არის ტაივანი ჩინეთი არის ანტიკონფუციანისტური ქვეყანა რომელიც კონფუციანიზმს ებრძოდა ყოველთვის მაოისტური ჩინეთი და ის ემხრობა სოციალისტურ ჩაურევლობას ანუ ის ემხრობა ანტიკოლონიალისტურ ბრძოლებს ზოგადად აქედან გამომდინარე მე ჭმეპარება რამეს გავლენა მოახდინოს დღევანდელ დღეს ჩინეთმა თან მით უმეტეს 1979 წლის მერე ჩინეთს არ ქონია სამხედრო კონფლიქტი არანაირად და დენ ზიაოპინის მერე საერთოდ სხვა დოქტრინა თან შორს არის ჩინეთი ამიტომ ჩინეთი რა უნდა გვეომოს ახლა არავის არ ეომება ჩინეთი არ არის აგრესიული ქვეყანა ჩინეთი არის სოციალისტური სხვა მიდგომები აქვს დღევანდელ დღეს ის ფიქრობს რომ ყველა შეგვიძლია თანაცხოვრება თანამშრომლობა და არ შეიძლება რომელიღაც სახელმწიფო იყოს ისეთი ძლიერი და ისეთი ბული ჩაგვრელი როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკამ იხტუნავა ჩინეთმა არაფერი არ გააკეთა ჩინეთი გამოვიდა გამარჯვებული ინტერნეტ ჩესტი ხუმრობები ვრცელდება რომ China does nothing and still wins ანუ ჩინეთი არაფერს არ აკეთებს და მაინც იმარჯვებს თვითონ ამერიკა ნახე ჩინური არ უნდა დაждე მდინარის პირას და დაელოდო ზუსტად სანამ ჩამოატარებს რომ შენი მტრის მაგრამ ჩვენთან მე რასაც ვამბობ ეს არის იდეალური ვარიანტი ჩვენ თანამშრომლობის მაგრამ გვინდა არ გვინდა საბოლოო ჯამში ეს გადაწყდება რუსეთ ირანის და თურქეთის ასე თქვა თანამშრომლობით და ამავდროულად რამდენად შეინარჩუნებს თვითონ დასავლეთი იმ კლანჭებს და იმ ასე თქვა კოლონიურ ასე თქვა ცენტრებს როგორც იყო ჯერ საქართველოს და ეხლა საქართველოსთან ეს რომელმაც შეეცადა თავის სუვერენობა დაებრუნებინა ეს გადავიდა სომხეთში და სომხეთი შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაც აზერბაიჯანსაც თავისი ინტერესები აქვს და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ეს არის გასული ჩვენგან და საბოლოო ჯამში ეს იქნება ქალბატონ ნინო დამოკიდებული რამდენად შეინარჩუნებს დასავლეთი ჰეგემონიას
დასავლეთი ზოგადად თუ ამერიკის შეერთებული შტატები თუ დასავლეთ მოდი პირდაპირ ვთქვათ დღევანდელ დღეს ევროპა არაფერი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე და ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგავენ იმისეთი შეშინებულები არიან და საბოლოო ჯამში ვნახეთ რომ ამერიკამ გრენლანდიაზე პრეტენზია როდესაც გამოაცხადა 11 და 13 ჯარისკაცი გაგზავნეს რა და ვერაფერს ვერ გაბედავენ ამერიკას თუ მოუნდომებს გრენლანდიას აიღებს რომ ევროპა ვერაფერს ვერ გაუკეთებს და ევროპა ისევ გააგრძელებს რუსეთთან ჭიდაობას და გრენლანდიას აიღებს ამერიკა ვერაფერს ვერ გააკეთებს კი ბატონო აი ჩვენ მაყურებლებმა გაგვახსენეს და დაინტერესდნენ როგორც ჩანს სომხეთსაც ეძებს ისრაელი იმიტომ რომ სომეხთა გენოციდის საკითხით ისეთი აქტუალური გახდა ისრაელისთვის და ამ მხრივ ის გადაფაროს თავისი ჩადენილი გამოცდილება საერთაშორისო სომხეთს არ ქონდა კარგი ურთიერთობა ისრაელთან გამომდინარე მისი აზერბაიჯანთან თანამშრომლობის და არც ისტორიული გამოცდილება აქვს კარგი ებრაულ-სომხური ურთიერთობის, მაგრამ დღეს რაღაც აი ისევე აი პრაგმატულ ეპოქაში რა ხან ცხოვრობთ, ისრაელმა დაიწყო ამ სომხური გენოციდის ინსტრუმენტად გამოყენება თურქეთის წინააღმდეგ. უკვე თურქეთი თანათან შემოდის აქტიურად ისრაელის პოლიტიკური ელიტის რიტორიკაში. ბოდიში ერთ რაღაცას ვიტყვი და გააგრძელებ ბოდიში ვეჭრები. ამაში მნიშვნელოვანი ისიც რომ ახალ მოსახლეებს ჰქონდა ძალიან დიდი შეტაკებები სომხებთან პალესტინის ტერიტორიაზე და იერუსალიმის უბნის ერთი ნაწილი არის სომხური. და ძალიან დიდი დაპირისპირებაა ხოლმე ისრაელის ახალ მოსახლეებსა და სომხებს ბოდიში პოლიციურიც. ხო, პლუს ისიც დავამატოთ, რომ სომხების საკმაოდ დიდი დიასპორა იყო სირიაში. ქალაქ ალეპოში და ნუ აი ეს მიმდინარე მოვლენები რომელსაც ხარს უჭერდა ნუ სირიაში ამ სამოქალაქო ომში ცალკე შეერთებული შტატები და ცალკე ისრაელი ხა იქაური სომხებისთვისაც არ იყო სასიამოვნო მომენტი ხო ნუ თურქეთი თანთან ხდება ნუ ისრაელში როგორც ასე ვთქვათ გადაწყვიტეს რომ ირანი უკვე გადაწყვეტილი საქმეა და შემდგომი მტერი არის თურქეთი ეს სუნიტური რკალი მის გარშემო უნდა განადგურდეს ეს სუნიტური რკალიც საკმაოდ საინტერესო პროცესები მიდის თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის რომლებმაც დაიწყეს სამარშრუტო დერეფნების აღდგენა ну ყოველ შემთხვევაში პროექტების აღდგენა რომელიც თავის დროზე არსებობდა ოსმალეთის იმპერიის დროს სტამბული მედინას დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა რომელიც გადის სირია, იორდანია და შემდგომ შედის საუდის არაბეთზე რომ ეს ორი ქვეყანა ამ ორმა ქვეყანამ ასე ვთქვათ აი სახმელეთო გზით ივაჭრონ ასევე არის მეორე პროექტი სპასეთის ყურიდან ერაყი თურქეთის სარკინიგზო საავტომობილო მაგისტრალი ანუ რაღაცა ყოფილი ოსმალური იმპერიის სავაჭრო გზების აღდგენის ცდელობა რაც თუ რუკას შეხედავთ აი მთლიანად გარშემო ალყას უქმნის ისრაელს და ამიტომაც არის რომ აი ისრაელის სახელისუფლებო რიტორიკაში თურქეთი უკვე არის უკვე ინაცვლებს პირველ მტრად ანუ ირანიდან რომ სამომავლოდ ის იქნება უფრო თვითონაც ასე ახასიათებენ უფრო რთული მეტოქე მოწინააღმდეგე ვიდრე ირანია ირანთან ხო მოიგესონ ხო ანუ დაახლოებით ასე თვლი ანუ ირანთან იმდენად წარმოუდგენელი იყო ის რომ მიზანს ვერ მიაღწევდნენ ირანს და ისე დააჯერეს თავი რომ მოიგებდნენ ამომს რომ ეხლა ანუ ახლა უკვე გონიათ რომ ეს მიზანი მიღწეულია ხო ამიტომ ესეთ ცოტა უცნაური პროცესია სომხეთ ისრაელის ეს ურთიერთობები მაგრამ დღევანდელი ფაშინიანის ხელისუფლებისგან უცნაური რეალურად აღარ არის ხო ხო თუ და შეიძლება ვიხილოთ ღაზაში სომეხის სამშვიდობოები ხო აი რთული კითხვა არ ამგონია იმიტომ რომ ეხლა თვითონ ანუ უყურეთ ქვეყანას საბოლოოდ არ მოუწერია ხელი სამშვიდობო კი აზერბაიჯანთან ის ტექნიკურად მაინც ომშია აზერბაიჯანთან თან აზერბაიჯანში არის რაღაცა ისრაელის სამხედრო ტექნოლოგიები. ეს ძალიან საინტერესო ამბავია, საერთოდ თურქეთთან იქ ზომეხთა გენთხო. საინტერესო პროფესორმა 4 კუთხედებია. განაცხადა, რომ ისრაელის ტექნოლოგიით მოხდა ეთნოწმენდა ყარაბაღში. ეხლა 2020 წელს ისრაელის დახმარებით. აქედან გამომდინარე ეს არის მანდ კითხვის ნიშანი ანუ კითხვის ნიშანი არის ძალიან დიდი. ისე როგორც 2008 წელს მე არ რომ საკეტები გადასცესო. ხო ეს დრონები ჩვენ და კოდები იმათ დრონები ჩვენ კოდები ეს ახლა გავიგეთ ეგ ამბავი ახლა არ გაგვიგია ეს ამბავი გავიგეთ რა პირადად მე გავიგეთ 18 წლის წინ და
იცით რა იყო 2008 წელს იყო კაცი ომი. საჯაროდ მაშინ რა ითქვა? კი, მაინც მახსოვს რომ მაშინ ითქვა და მე მახსოვს რომ იყო ცოტა დაძაბული ურთიერთობა თბილისსა და ოკუპირებულ იაფოს იგივე თელ-ავივს შორის და აქედან გამომდინარე უბრალოდ ეხა უფრო აქტუალური გახდა ეგ ამბავი რა. მით უმეტეს რომ ოდესაც მთავრობას და კეზერაშვილს შორის გახდა უფრო მეტი დაპირისპირება, იმიტომ რომ კეზერაშვილის თავდაცვის სამინისტროს პრობლემები დადგა და სულ სხვა კუთხით გამოჟონა მაგ ამბავმა, სულ სხვა კუთხით აბსოლუტურად. ხოლმე ყოველში გავიგე ომიო დამთავრდა და არ მახსოვს რომ მოწევდა. არ დაგვაუწყდეს რომ ეხლა მაშინდელ ისრაელს და რუსეთს საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. ერთიანი გაერთიანებული ოლიგარქია აქვს ისრაელს. აი ის ფაქტი თუნდაც რომ აზერბაიჯანზე სომხეთ ჯერ არ მოუწერიათ ხელი ხელშეკრულებაზე, რომ დასჭირდეს რუსეთს შეიძლება დადგეს სომხეთის მხარეს. იგივე სცენარი მთლად არა, მაგრამ ეს გამოიყენოს ბერკეტად, რომ ეს სეპარატისტული რეგიონები ქონდა ხო თუ და აზერბაიჯანი ომს გამოუცხადებს სომხეთს და სომხეთის ტერიტორიას დაარტყავს, მაგრამ აზერბაიჯანი ცდილობს რომ მაქამდე არ მივიდეს. კი ბატონო, მაგრამ ხო არის კიდევ სახელმწიფოები აშკარად ხო არ მუშაობენ მარტო, არა? ისინი მუშაობენ სხვანაირად, პროვოკაცია იქ არ არის გამორიცხული, არც სომხეთის მხარეს, არც აზერბაიჯანის მხარეს, არც არავის მხარეს. ასე ვთქვათ. ესე იგი მე როგორც მივხვდი ჩვენი მსჯელობიდან, ბატონება პრინციპში გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ეხლა მოვლენათა განვითარებას უბრალოდ მივყვებით, და ვცდილობთ არ გავაკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, როგორც ჭაობში, იმიტომ რომ არ ჩავიძინოთ, ხო? კი ბატონო, ნამდვილად ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ისეთი მოცემულობა არის, სადაც არის ქაოსი, ის 30 წლიანი სოფლიო წესრიგი, რომელსაც მიჩვეულები ვიყავით, აღარ არსებობს, ჩვენ უნდა დაველოდოთ ახლა მოვლენებს, ჩვენ არ ვიცით, ვინ რა გამოვა გამარჯვებული, საქართველო უნდა განერიდოს ყველაფერს და საქართველომ არ უნდა გადადგას არანაირი ზედმეტი ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ფეხის არასწორი გადადგომა შეიძლება იყოს საბედისწერო ჩვენთვის. რისი ფუფუნება ჩვენაირ პატარა ქვეყანას, რომელსაც არაფრის ძალაუფლება არ აქვს, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც სამხედრო და არ გვყავს ბუნებრივი მოკავშირეები დღევანდელ დღეს და არც მეგობრებიც კი. ამისი ფუფუნება არ გვაქვს არანაირად და ყველაფერს უნდა განვერიდოთ. მეტი არაფერი. ეს არის ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური სტრატეგია არის საბოლოო ჯამში გამძლეობაზე. უნდა გავუძლოთ ამ გარე ზეწოლებს და რამენერად შევეცადოთ შიდა განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებული, რომ საგარეოდან ეს გადმოვიდეს შიდა პოლიტიკური ცივეცხელებაც, რა ისტერიკაც ხდება, გადმოვიტანოთ საგარეო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი დაპირისპირება პოლიტიკური არის გარე ძალების დაპირისპირების ეკო საქართველოში და ჩვენი შიდა პოლიტიკა რამენერად უნდა გაქრეს ჩვენ შიდა პოლიტიკაში საგარეო პოლიტიკის თემას, როგორც ცენტრალური დედაბოძის დაპირისპირებისაგანი მთავრობას და ოპოზიციას შორის. მთავრობას და ოპოზიციას უნდა კონდეთ შეთანხმება, რომ საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ქვეყანას არ ვრისკავთ, ჩვენ გვაქვს დაპირისპირება, მაგალითად, შოთას პენსიას რეფორმა არ მომწონს, მე მომწონს მაგალითად არ მომწონს რეზის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და მომწონს მაგალითად ნინოს ეკონომიკური პოლიტიკა. ამ თემებზე უნდა იყოს დაყოფა და არა საგარეო. საგარეო დამღუპველი შეიძლება იყოს. ცეცხლზე თამაშებით გესმით? მე დავამატებ ერთ რაღაცას, რომ სასწრაფოდ არის დასაწყები ანუ აკადემიაში და სამეცნიერო კვლევით სივრცეში, ანუ რეალობასთან ახლოს სწავლება იქნება ეს თუ კვლევა, იმიტომ რომ მე რასაც უკვირდები ეს მიმართულებები არის ჩარჩენილი თითქოს არის 90-იანი წლები. მაგალითად ახლა ამას წინათ იყო რაღაცა შემხვდა პოდკასტი YouTube-ზე, ახალგაზრდა ბავშვი იყო ალბათ 20 წლის რაღაც საუბრობდნენ და აი ჩინეთთან ჩვენ რა გვინდა კაცი ჭამია რეჟიმთან სისხლია რაღაც აი უცებ წარმოვიდგინე რაღაცა ჯერ კიდევ მაო არის იქ და რაღაცა იქ რაღაცა ხალხი იყო ანუ იმდენად ნულოვანი ცოდნა არის თანამედროვე რეალიების ახალგაზრდებში ანუ მე ის მიკვირს რომ ჩვენ ახლა კიდე სხვა ბავშვობა ქონდა დღეს არის მილიონი ჯერ სოციქსელი არის მილიონი საინფორმაციო წყარო არის რაღაცა ანუ როგორ არის რომ წარეძებო ისე შეხვდეს თვითონ მოვიდა აი ესეთ სიტუაციაში რომ ეს ახალგაზრდა თაობა რომ ჯერ კიდევ რაღაცა იმ გაზომილებაშია რომელიც ჩვენ ბავშვობაშიც არ იყო კიდე მანამდე განზომილებაა ხო? აი ცოტა ჩემთვის გასაკვირია ხო? ამიტომ არის რომ ეს აქტიური მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით და ეს კვლევითი ორგანიზაციებიც ხო რაღაცა
არსებობს ახლა რამდენიმე, რომელიც არ ვიცი, პარალელურ რეალობაში, ანუ არაარსებულ რეალობაში არსებობენ და რატო ვიძახი ახლა ამას, რომ საომავლოდ ეს იქნება გამოწვევა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ როდესაც ქვეყანას დაჭირდება რაღაც კრიტიკულ მომენტში, აი რაციონალური ნაბიჯის გადადგმა, ეს რაღაც თელი აკადემია სხვა სიტყვის, ეს თელი კრედიტორი სხვა სიტყვის, ეს ამხელა ბავშვები სხვა სიტყვის და გამოვა ის რომ ქვეყანას ღუპავს ხელისუფლება და არა პირიქით არის, ხო? ხო და ამიტომ ვიძახი რომ რაღაცა 24/7-ზე არ დადიოდნენ ახეთიქით რაღაცა, არ ვიცი ხა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხოლმე არა პარალელურ რეალობაში არსებობენ და ფსიქიატრიულში არ უნდა იარსებოს საზოგადოება. მე სხვადასხვა ძალიან მიკვირს რომ ეხლა როდესაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია მაშინაც კი თუ უჭირს ვთქვათ ყალბი ინფორმაციის ნამდვილისგან გარჩევა ორივეს არა ეს კიდე ცალკე პრობლემაა ყალბი და ანუ როგორ შეიძლება აბსოლუტურად რაღაცა წინა საუკუნის რაღაცა თეზები აქვს და იმ თეზებით აზროვნებენ და ოპერირებენ რაც ჩემთვის ასევე არის გაუგებარი. არა ისიც არ დაგვაუწყდეს რომ ახალმა თაობამ ინგლისურიც კარგად იცის რაღაცა ენები იციან, აღარ ჭირდებათ რაღაც ლიტერატურა. რაღაც არ იციან ეთყობა, არ ვიცი. მეცაც გეტყვით, იმას თავი დავანებოთ ჩინეთს. საერთოდ მე აი ჟურნალისტები ახალგაზრდები არ იციან რა ხდებოდა საქართველოში 90-იან წლებში. არასწავლიან საჯაროში წადი იმდროინდელი პრესა წაიკითხე რომ გაიგო რა მოვლენები იყო და უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ. ორ წუთში ვიტყვი რომ აი ეს პარტია რო არის თავარი ნეოკონსერვატიული მიმართულების ახლა რეზოს ეცოდინება ვიზებს საუბრობ ცოლ-ქმარიც ანუ მათი თავარი ხარდამჭერები არიან ახალგაზრდები. ეს პარტია 3 წელიწადია ამართლებს გენოციდს ამართლებს, რომ კიდე მეტი უნდა დაეხოცოთ და დაახლოებით ესეთი რიტორიკა აქვს. ეხლა ახალგაზრდა 18 წლის ბავშვი რო აქ მიდიხარ და ეს მოგწონს, არ ვიცი ახლა ამას რა დავუარკვევ. ეთნიკური კონფლიქტების ახალ წვეთებს დება საქართველოში ახალ წვეთებს. ცალკე პრობლემაა კიდე ცალკე პრობლემა. უბრალოდ ეხლა ეს ანუ თელი ეს გენოციდის დაწყებიდან 2 წელიწადი თელი news feed-ი სავსე იყო პროტესტებით, ეს იქნებოდა დასავლეთ ევროპა, ამერიკა, თელი მსოფლიო და რაღაცა მარტო ქართული სტუდენტობა ხმამაღლა არ ვიცი ეს რასთან მქონდა კავშირი. აი რასთან და განათლების რეფორმასთან რაც აუცილებლად შემდეგ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე თქვენ გემშვიდობებით დღეს ბუნებრივია საქართველოს სიყვარულით.